საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ბრიტანეთის მთავრობის მიერ 2 ტელევიზიისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს ხდომამ დიდი მოლოდინი გააჩინა. იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ყავდათ დაბარებული, გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა პოლიცსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება გარკვეულ საპროტესტო ნოტას შეეხებოდა. მოლოდინი კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პოლიცსაბჭოს ხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. როგორც აღმოჩნდა, ქართული ოცნება ხისტი გადაწყვეტილების მიღებას მოერიდა და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებით შემოიფარგლა. ყველაფერი ისევ Deep State-ისა და ბრიტანეთის ბიუროკრატიის ერთობლივი გადაწყვეტილებით აიხსნა, რაშიც მმართველი პარტიის შეფასებით ქართული აგენტურა მონაწილეობდა. საინტერესოა, რომ პოზიტივისა და იმედის დასანქცირების ფონზე გაკეთებული პოლიტიკური განცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციას მიეძღვნა. უფრო ზუსტად კი მათი მხრიდან გაერთიანების მცდელობას. ითქვა რა, რომ ეს დავალება ოპოზიციამ გარე ძალებისგან მიიღო, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებში წარდგნენ, როგორც ქართული ოცნების ალტერნატივა, რომელსაც შეუერთდება ლელო, რადგან პროცესებისგან დისტანცირება მათთვის წამგებიანი იქნება. აქვე ქართულმა ოცნებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეახსენა, რომ ადმინისტრაციის ღიად გაცხადებული პოზიციაა, რომ მათი პოლიტიკური კურსი უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს და კიდევ ერთხელ დასძინეს, რომ ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან და იმედს იტოვებენ, რომ Deep State-თან ბრძოლა ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, ხოლო ამის საუკეთესო დასტური საქართველოს მთავრობის მიმართ ამერიკის ადმინისტრაციის ახლანდელი დამოკიდებულების ცვლილება იქნება. რას ეძღვნებოდა პოლიცსაბჭოს დღევანდელი ხდომა, ტელევიზიების გადარჩენას, სანქციების მოსალოდნელი შედეგებისგან თუ თვით გადარჩენის მცდელობას. გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი გვერდდება. მოგესალმებით ბატონო გია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სამართლიანად არსებობდა მოლოდინი, რომ დღევანდელ პოლიცსაბჭოს ხდომაზე ქართული ოცნების მხრიდან რაღაც ძალიან მწვავე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. თუმცა მოვისმინეთ პოლიტიკური განცხადება, რომლის შინაარსიც ქართული ოცნებისგან ბევრჯერ მოგვისმენია. ანუ ითქვა, რომ ეს სანქციებიც ემსახურებოდა ცოცხალ მკვდარი ოპოზიციისთვის რაღაცა მაჯისცემის აღდგენას. თქვენც იზიარებთ თუ არა ამ ვერსიას, რომ მართლაც დაპაუზდა გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო თუნდაც ორ ქვეყანას შორის, გულისხმობ ბრიტანეთს და საქართველოს ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის მიზეზი. დაძაბვის თორე ძალიან სასაცილოა ხა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვაზე საუბარი, ხო არა თანაზომადი ესე რომ ვთქვათ სუბიექტებია საერთაშორისო ურთიერთობების, მაგრამ ამას რო თავი გავანებოთ, რას ემსახურებოდა, გასაგებია, რომ აი ამ პოლიცსაბჭოში, ქართულ ოცნებაში არიან ადამიანები, რომლებსაც იმის კომპეტენციაც კი არა აქვთ, რომ სანამ განცხადებებს გააკეთებენ და რაღაცა პოზაში ჩადგებიან, მანამდე გააანალიზონ თუ რა ვითარებაში აღმოჩნდნენ, ხო, რა მოცემულობა შეიქმნა. და ამიტომ გააჩინეს ეს მოლოდინი, რომ თითქოს რაღაც გადაწყვეტილებებამდე მივიდოდნენ, მაგრამ ეხლა იქაც ხო არის ჭკვიანი ხალხი, ხო? ეხლა თვითონ პოლიტიკურ კლასში შეიძლება არ არის, მაგრამ პროფესიონალები ადგილებზე, იგივე ეროვნულ ბანკში და ეს შემდეგ ვიღაცები ხო ზიან. და იმათმა მერე ვაშლები და მსხლებით აუხსნეს ამათ, რომ რა არის მოსალოდნელი თუ ესენი რაიმე ნაბიჯებს გადადგავდნენ, ხო? რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ იყო ვერსიები, რომ მაგალითად აი იძულება კომერციული სტრუქტურების, ბანკების იძულება, რომ ანგარიშები დაეტოვებინათ აქტიური და ამ შემდეგ და ეს შემდეგ, ხო? საერთაშორისო ორგანიზაციების სარეკლამო იძულება, რომ სარეკლამო ბიუჯეტები დაეტოვებინათ 1000 სიგიჟე, ხო? ეხლა და რატომ? იმიტომ რომ არ ესმით რეალურად როგორ მუშაობს, რას ნიშნავს სანქციები და როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. მე ვიღაცამ აუხსნა ეთყობა, რომ ჩვენ რო ეს გავაკეთოთ, ჩამოიქცევა მთელი ეკონომიკა ამის შემდეგ, ხო? მარტო ტელევიზიები კი არა, ანუ ფაქტობრივად ხარაკირის თოლფასი იქნებოდა აქ რაღაც აქტიური ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ შემოიფარგლენ ისევ ამ ცნობილი
რიტორიკით, უკვე ჩვეული რიტორიკით, განსაკუთრებით კომიკურად გამოიყურებოდა ამერიკასთან საყვედურით, ესეთი მოგზარებული საყვედურებით საუბარი, ნიშანდობლივი იყო, ესეთი ფრაზა იყო გამოყენებული, რომ რაღაც ფასეულობითი თანხმედრა გვაქვს ამერიკელებთანო, ხო? ნუ ეხა ეს ისეთი სასაცილო რაღაცაა რა, ის ფასეულობითი თანხმედრა შეერთებულ შტატებთან, ესე რომ ვთქვათ, რამდენიმე ასწლიანი დემოკრატიის ქვეყანასთან რამე ფასეულობითი ერთობა აქვს თან მათ? ბიზინა ივანიშვილის გამოჩენა თქვენთვის რისი მომასწავებელია, იმიტომ რომ დიდი ხანია ის საერთოდ საჯაროდ არ გამოჩენილა. ეს მისი სურვილი იქნებოდა, ნუ ის ხდება რომ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ, ეხლა მისთვის ძირითადი არის სისტემის შენარჩუნება, ხო? გარკვეულწილად რა სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება, რაღაც რომ სულიერად არ დაეცეს ეს ხალხი და ჩათვალა რომ უნდა შემოუძახოს და უთხრას რომ ყველაფერი კარგად იქნება, იქ იმას დავალაგებ, ამას მოვალაგებ და მორიგი დაბოლების სეანსი, ეს რა ჰიპნოზის სეანსი ჩაუტარა ამ ხალხს თვალებში რომ შეციცინებდნენ, ხო? და ვითომ რაღაცა ეს დემონსტრირება სტაბილურობის. ეხლა ეს 2-3 დღე ჩვენ რაღაც უყურებთ, აი რაღაც ისეთი ისტერიული ურაპატრიოტული ფსევდო რაღაცა განცხადებები კეთდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თვითონ ამ ტელევიზიების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ჩვენ და თავისუფლება შევინარჩუნებთ და ჩვენ არ ვიყიდეთ. სწორედ ამან გააჩინა სხვათა შორის მოლოდინები, რომ შესაძლებელია რაღაცა ისეთი დიპლომატიური დემარშის მცდელობა ყოფილიყო ქართული ოცნების მხრიდან. როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა ესე რომ მაგარ ბიჭობანას თამაშობენ, ეხლა თქვენ გონიათ მართლა მაგარი ბიჭები არიან? ეს ყველაფერი თამაშია. აი წარმოიდგინეთ ქართული ოცნების ქართულ ოცნებას ყველაფერთან ერთად ახასიათებს ერთგვარი ინფანტილიზმი, ხო? აი ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი რაღაცას რო აფუჭებენ, ან ვიღაცა უფროს ძმას თავში წამოარტყავს, ურახუნებს, იმაში, ნუ ეს ერთხელაც ხელს შემოუბრუნებს და ღრიალს ატეხავს, ხო? დაახლოებით ესე იქცევა ქართული ოცნება დღე-დღე დასავლეთის და იგივე ბრიტანეთის ლანძღვაგინებაში ატარებენ ამ მედიასაც ამაზე ამუშავებენ და როგორც კი იმან უპასუხა, ხო? უპასუხა ეს ჩათვალეს ძალიან დიდ უსამართლობას და დიდი ბოდიში ეხა ეგრე ხო არ არის რა, თუ ადამიანს თავში ურტყავ, ჩვენი ერთ დღეს ამოუვა ხელში და ხელს შემოგიბრუნებს და ეს მოხდა, მეტი არაფერი არ მოხდა. თუმცა იმასაც უწევენ ალბათ არ გარიშ, რომ შესაძლებელია უფრო მკაცრი ნაბიჯები მოყვეს ამას მათი მხრიდან პასუხის დაბრუნებას, როგორც ბრიტანეთიდან, ისე ევროკავშირიდან. ევროკავშირიდან ისეაც იქნება, არ უნდა ამას რა იქნება, თქვენც გაქვთ მოლოდინი, რომ შემდეგი იქნება ევროკავშირი, ვინც ამ ორ ტელევიზიას დაასანქცირებს? არათუ მოლოდინი მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ ამაში, ხო? და არა მხოლოდ ევროკავშირი, თქვენ წარმოიდგინეთ ამათ რომ ამერიკელების იმედი აქვს, ამერიკელებიც იგივე გზას გავყვებიან. ანუ ამერიკელებიც დაასანქცირებენ სამთავრობო მედიებს? აუცილებლად, ყოველ მიზეზს გარეშე თუ რაღაცა არ შეიცვალა მანამდე, ხო, შეიძლება რაღაცა სასწაულები ჩაატარონ და ეს სასწაულო დემოკრატია დააბრუნოს ბიზინა ივანიშვილმა, მაგრამ თუ ესე გაგრძელდა როგორც არის, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად მოხდება. კი, გასაგებია ამათ ტრამპის იმედი, იმიტომ აქვს, რომ გარკვეული რაღაც ისეთი ოდიოზური ელემენტები შემოიტანა გლობალურ პოლიტიკაში ტრამპმა იყენებს რაღაც ისეთ რიტორიკას, რასაც მერე ესენიც ებმებიან და ამით ვირეშმაკობით ცდილობენ, რომ რაღაც სინქრონიზაციაში მოხვდნენ და პარტნიორებად გამოაცხადონ თავი, რა ძალიან სასაცილოდ გამოიყურება პროვინციულად, ხო? და ანალოგიური სანქციები შეიძლება ვიხილოთ იმედის და პოზიტივის მიმართ, როგორც ევროკავშირიდან, ისე ამერიკის შეერთებული შტატებიდან? თქვენ ძალიან ავიწროებთ თემას რა, პოზიტივი და იმედი იქნება ეს თუ ვინ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? პოზიტივი და იმედი ხო ხელისუფლების ნაწილია. ეს ხო არ არის რაღაცა მართლა ტელევიზიები, ეს არის პროპაგანდის ინსტრუმენტი, ანუ ხელისუფლების საინფორმაციო ინფორმაციის დეპარტამენტი, ხო? პროპაგანდის დეპარტამენტი, უпростоრედ და რა თქმა უნდა, მისი მენეჯმენტის მიმართ და არ მხოლოდ მასზე
იქნება სანქცირებული, ხო? მთლიანობაში ან ინდივიდუალურად რა მნიშვნელობა აქვს და იმედი და პოზიტივი თქვენ რა გონიათ ახლა და როგორც მედიები ისე დაასანქცირეს, როგორც ხელისუფლების ნაწილი, ისე პროპაგანდისტული ნაწილი, ისე და უფრო ეფექტური არ იქნებოდა ეს შეკითხვაც ისმის, რომ თვითონ ხელისუფლება დაესანქცირებინა. არა, დიდი ბოდიში ეს რო ყოფილიყო რაღაცა, რაღაც ისეთი ტელევიზია, ხო, იგივე ნარატივს მაგალითად რაღაც სეზონი და რაღაც ტელევიზიები ხო იყო, ხო, რომ წმინდა პრორუსულ ნარატივს რო არწევდა, მაგრამ ის არ იყო, არ ჩათვალეს საერთოდ ის ვერ შეამჩნიეს და გაატარეს რა, არც აინტერესებდა. აქ პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ ხელისუფლების პროპაგანდის დეპარტამენტზეა საუბარი. მათ ამით ხელისუფლება დაასანქცირეს. ტელევიზიები კი არა. ეხლა ესენი კი იძახიან დამოუკიდებელი, თავისუფალი რა ის თავისუფალია? თავისუფალი იმედი, ეხლა ბოდიში ბლოგი გავიდა და იქ მე მოვყევი ეს ისტორია, იყო ჩვენ რო 2012 ხელისუფლებაში მოვედით, იყო 2-3 თვე. ეს ტელევიზია თავისუფალი და ეს 2-3 თვეც რატო იყო, იცი? მე იმიტომ რომ მე აი ჩემი ხელით მოხდა ეს ყველაფერი, მე ხელისუფლებაში რომ მოვედით, პირველი რაც გავაკეთე, ხო, მე ეს ვალდებულება მქონდა მორალური ბადრის ოჯახთან, რომ ეს ტელევიზია სასწრაფოდ დაბრუნებოდა ბადრის ოჯახს, ხო? ეს ჩემი ხელით გაკეთდა და ხელისუფალი წინააღმდეგი იყო. ბიძინა მე ამაზე საქმე გამირჩია, რომ რატო იჩქარეო ესეო და მთავრობის ხდომაზე გამოაცხადა, ამის ოქმებიც არსებობს, ხო ალბათ. მთავრობის ხდომაზე რომ ხუხაშვილმაო იჩქარაო და იმედი რომ დააბრუნაო და იჩქარა რას ნიშნავდა, იცით? მე რო უთხარი რომ მე ტელევიზიას არ ვაკონტროლებ მეთქი, რო უთხარი და ტელევიზია არც საკუთარ თავს ვაკადრებ მეთქი, რომ მე ტელევიზია ვაკონტროლო და არც ბადრის ხსოვნას და არც შენ არ გაკადრებ მეთქი, ეს არ მოეწონა. ძალიან ცუდი თუ არ აკონტროლებო და მე მთავრობის ხდომაზე გამოაცხადა რომ მე ვიჩქარე ტელევიზია რომ ბადრის ოჯახს დაუბრუნე. ანუ სამართლიანობა რომ დავაბრუნე, რისი დროშითაც ჩვენ საერთო ხელისუფლებაში მოვედით. ეს არ მოეწონა. და მას შემდეგ რაც მე ხელისუფლებიდან წამოვედი, უცბად აიყვანეს გამოსდეს ლაგამი რა. უცბად გამოსდეს ლაგამი და იმის შემდეგ სულ პროპაგანდის რეჟიმშია ეს ტელევიზია ხა. რაზეა ლაპარაკი? მე დღეს შევთავაზე კიდევაც თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე რაღაცებზე რომ ლაპარაკობენ, მე პირდაპირ მე რო შავსიაში ვარ ტელევიზიაში, რომლის ესე რომ ვთქვათ, ხელისუფლებისგან გამოგლეჯის ესე რომ ვთქვათ, ლომის წილი მე მეკუთვნის, შავსიაში ვარ ამ ტელევიზიაში, ხო? ხო, რატომ ხო არ იცით? ზუსტად იმიტომ და ამიტომ, ხო? და მე შევთავაზე თუ გინდათ მეთქი რეალობა თქვენ ტელევიზიაზე თავს რა ხდებოდა და რა ხდება გაიგოთ მეთქი დამითმეთ პირდაპირ ეთერი 10-15 წუთი დამჭირდება ყველაფერს მოგიყვებით მეთქი და სხვათა შორის აი ძალიან საინტერესოა ვერ გაიგებდნენ ამ განცხადებიდან გულისხმობ პოლიცსაბჭოს განცხადებას ანუ რა ელოდებათ აი რა შეიძლება გააკეთოს ქართულმა ოცნებამ იმ დანაკლისის კომპენსირებისთვის რომელიც მიადგება ამ ორ ტელევიზიას ბრიტანული სანქციები საბოლოო ჯამში ჩემოდნების მეტი ანუ შავ ბუღალტერიის მეტი არაფერი არ დარჩენიათ მე ხა აი იგივე კომპანიები რომლებსაც შეიძლება ეხა სავარაუდოდ თხოვდნენ რომ იმედის თანამშრომლები ხელფასზე აიყვანონ ხო გადაანაწილონ რაღაც კომპანიებზე ამ კომპანიებსაც გავაფრთხილებდი მეტნაკლებად საერთაშორისო ურთიერთობებში ვინც არის რომ ეს ფიქტიური თანამშრომლები იმედის ჟურნალისტები თუ ტექნიკური პერსონალი იქნება რომ აიყვანონ ხო ეს მათთვის რისკის შემცველია საბოლოო თქვენ გააქვთ კონკრეტული ინფორმაცია რომ ცდილობენ თავისი თანამშრომლები სხვადასხვა კომპანიებში ასე ვთქვათ გადაანაწილონ იქ გააფორმონ რათა შეძლონ მათთვის ხელფასის დარიცხვა მე ვამბობ თუ მე თქვენ თქვა რომ არ ვამბობ რომ ფაქტი მაქვს მე ვამბობ რომ თუ ამაზე ვიღაცა მიფიქრა კომპანიებმა იცოდნენ რომ ამის გამო ხო ის კომპანიები რომლებსაც საერთაშორისო ურთიერთობები აქვს აღმოჩნდებიან პრობლემის წინაშე. ეხლა საქართველოში არაფერი არ იმალება ვისაც იქნება გაფორმებული ყველას ეცოდინება და პირდაპირ სიებს გააგზავნიან სადაც საჭიროა ხო შესაბამისად ყველას მოუწევს სერიოზული სიფრთხილე. აი კობახიძე გუში რო ყელყელაობდა ყველამ კონსტიტუციის და კანონი უნდა დაიცვას და ყველამ უნდა გააგრძელოს მუშაობა. დღეს უკვე ვეღარ თქვა ესე
იმიტომ რომ აუხსნეს რომ ეგრე არ არის. ეგრე არ არის, ეხლა TBC ბანკმა, საქართველოს ბანკმა ანგარიში აქტიური რო დატოვოს, ეხლა იმედის, ამას რა მოყვება, იცით, ორივე ბანკი შეიძლება აქ ფინანსური, დიდი ფინანსური საფინანსო სისტემა ჩამოიშალოს. არა, ფაქტია, რომ ქართულმა კომერციულმა ბანკებმა უარი თქვეს იმედის და პოზიტივის მომსახურებაზე, ეს ცხადად ჩანს მათ მიერ გავრცელებული დღევანდელი განცხადებიდან. პატრონმაც კი ერთი კვირის წინ რო პატრონი იყო ამ ტელევიზიის და ცრემლებს რო აღვარღვარებდა და პატრიოტიზმზე რო დებდა თავს რომ მე ესე ვიზამ, ისე ვიზამ და მე სანამ ნაცები არსებობენ, სადღა არიან ნაცები, მაგრამ კაი ბატონო, სანამ ნაცები არსებობენ, მანამდე ჩვენ ვიბრძოლებთ და ესე ვიქნებით და ისე ვიქნებით. მე ემოციური ბმარო აქვს ძალიან დიდი და რამის ცრემლები რო გადმოგვარა. ვერ გავიგე, ბანკი არა აქ. გაუხსნას ანგარიში, რატო არ უხსნეს? არა, ფაქტია, რომ იმედი დადგა საკუთარი კომერციული ბანკის გახსნის აუცილებლობის წინაშე. სხვა საკითხია კიდევ, აი რას ეძახიან კომერციულ ბანკს. მეორედ არ თქვათ ეგ არა, ეგ არის სისულელე, ეგ არის უბრალოდ ისევ თანამშრომლების დაბოლების ოპერაცია, რომ რაღაც იმედები შეუქმნათ თანამშრომლებს, რომ ყველაფერი დაალაგდება, ყველაფერი კარგად იქნება, ხო? ესე რა ის ბანკი, ის ბანკი ვინ გახსნის ბანკს, ვინ გაახსნევინებს ბანკს, ხო, რაზეც ანუ ხომ არსებობს აპრობირებული დაუშვათ რუსული სქემები. ვიცით რომ აქამდე სულ 17 ტელეკომპანია არის დასანქცირებული, აქედან უმრავლესობა არის რუსული პროპაგანდისტული არხები, თუ არ ვცდები, 2 არის ჩინური, 1 ირანული და მათ დაემატათ 2 ქართული სატელევიზიო არხიც, ხომ? მათაც ხომ აქვს რაღაცა, ისინი მაუწყებლობენ, არ გაჩერებულან იმის გამო რომ არიან სანქცირებულები. შესაძლებელია პირდაპირ მოხდეს აი ამ რაღაცა სქემების გადმოტანა. ჩაკეტილ სისტემებში მუშაობენ ისინი და იმიტომ ჩაკეტილ სისტემებში და ჩვენ და საბედნიეროდ ჩვენ გადარჩენილები ვართ იმით რომ ჩვენი აი სისტემის შემქმნელი საფინანსო სისტემა მთლიანად ინტეგრირებულია საერთაშორისო სისტემებში. ეს არის ხა ჩინური ხა იუანებზე და რაღაცებზე კი ბატონო აქაც შეუძლიათ ამას ბანკი კი არ ერქმევა შეუძლიათ რაღაცა ჯიხური გახსნა და ჩემოდნებით ატარონ ფული აი ამ დონეზე შეუძლიათ ხო გადაწყვიტონ მოწოლონ ვიღაცები და მე ეს ფული დაურიგონ ქეშით იმედის თანამშრომლებს ხო კი ბატონო ეს შეიძლება კომპანიებში გააფორმონ ვიღაცები მაგრამ მე არ ურჩევდი კომპანიებს რომ ამაში მონაწილეობა მიიღოთ ხო ანუ რატომ ბრიტანეთი აუცილებლად ასე ვთქვათ მონიტორინგს გაუწევს როგორ სრულდება მათი სანქციები ბრიტანეთის მონიტორინგი რა თუნდა ამას კაცო რა თუნდა ბრიტანეთის მონიტორინგი რა ჩვენთან ცოტა ადამიანი რომელიც ამ სიებს გაუგზავნის ისინი აქ არ აწარმოებენ კაცო აქ ვიღაც შეადგენს სიებს და გადაუგზავნის და იქნება რა თუნდა საკუთარი მონიტორინგი კი ბატონო და სხვა შორის ამაზე საუბრობდა სწორედ პოლიცსაბჭოს განცხადებაში ქართული ოცნება რომ ოპოზიცია შიდა აგენტურა აწვდის ევროპულ ბიუროკრატიას ინფორმაციას რა არის ამაში ესეთი დასაძრახი ვერ გავიგეთ ჩვენ ხო გამოცხადებული გვაქვს რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში ხო თვლით რომ ევროპა არის ჩვენი ოჯახი ხო კონსტიტუციაში გვიწერია და ოჯახის წევრებს რატო ოჯახის წევრებისგან რა გვაქვს საიდუმლო თუ მე მამაძაღლობს უნდა ვთქვათ რომ მამაძაღლობს თუ ფიქტიური გაფორმებები დაიწყეს სანქცირებული ესე რომ ვთქვათ სუბიექტის თანამშრომლების ეს ინფორმაცია რომ მივაწოდოთ შესაბამის ორგანოებს რა არის ვერ გავიგე ამაში ეხლა აუ ბიჭო და რა არის ამის გამო ახუძრეს 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოს სწორედ მათ შორის აი ასეთი ქმედების გამო ახუძრეს სისხლის სამართლის საქმე ეგრეთ წოდებული საბოტაჟის ქაკი ჩვენ უნდა შევინახოთ არა ჩვენი ქაკი ჩვენ უნდა შევინახოთ და არავინ არ უნდა გაიგოს არ ინახება არაფერი ბატონებო მაგით დააკომპლექსეთ ვის დაგიკომპლექსებიათ რა რასაც დააშავებდა იმ ამაძაღლებთ ყველასთან ვილაპარაკებ ქვეყნის შინითა და ქვეყნის გარედაც ვინ ამიგზავნოს ამას ვერ გავიგე რა არის მაიმუნოთ არის ამაძაღლოთ მართეთ წესიერად და არც არავინ აბრს არ ეთქვის კაცო ჩვენ აქ იმ ამაძაღლოთ და მე მამუნათოთ რომ ჩემ ამაძაღლობა სხვას არ უთხრაო ეგ რა ანაირი თამაში წესებია ვერ გავიგე რა
რაც შეეხება ამერიკელებთან ურთიერთობის დალაგებას და აი ამ განუსაზღვრელ მოლოდინის რეჟიმს. ხოთ შორის დღეს ირაკლი კობახიძემ, როდესაც განცხადება წაიკითხა, ახსენა ოპოზიციის ერთობა, რომელიც გეგმავს ვაშინგტონში ვიზიტს იმისათვის, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან წარსდგეს როგორც ქართული ოცნების პოლიტიკური ალტერნატივა. თქვენ როგორ გაიგეთ, აი რატომ გაამახვილა ყურადღება ქართულმა ოცნებამ ამ განცხადებაში სწორედ აი ამ პროცესზე. მე არ ვიცი ეხლა რა კობახიძეს რა შიშები აქვს ეხლა ბიძინასი არ ფიქრობს მე არ მგონია რომ ბიძინას დღეს ეხლა ოპოზიციის დიდი პრობლემა ქონდეს ხო შიგა პოლიტიკაში ოპოზიციასაც ურჩევდი ხო კი ბატონო ერთიანობაზე ილაპარაკონ მე ამის საწინააღმდეგო არ მაქვს მაგრამ მათი სამუშაო ძირითადად მაინც ხალხთან არის რა ცალსალკე იმუშაონ კაცო სანამ გაერთიანდებიან ხალხს ემუშაონ ხალხთან ჩავიდე ხალხს ამ პროპაგანდით ხო გამორეცხილი რო აქვს ტვინები და მართლა როგორია რომ deep state-ი და მეორე ფრონტი და ეს 1000 სიგიჟეში რომ მოაქცია ამ ხელისუფლებამ ზომბირება რომ მოახდინა ძალიან ბევრი ადამიანის ბიჭო ამას ჭირდება პოლიტიკური ფსიქოთერაპიის კურსების ჩატარება პოლიტიკური ფსიქოთერაპია ტელეეკრანებიდან არ ხდება კაშპიროვსკები ხო არ ახართ კაცო რა უნდა ჩახვიდეთ და ხალხს უნდა ელაპარაკოთ და აუხსნათ რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი რომ ეს ყველაფერი როგორ თუ ქართულ ოცნებას შეუძლია თავისი მართული ტელეარხებით მოახდინოს საზოგადოების პოლიტიკური ჰიპნოზი რატომ არ აქვს იგივე რესურსი ოპოზიციას რატო და გეტყვი ძალიან მარტივია ყველაფერი იზომება მატერიალურად ხო არითმეტიკის ამბავია რა რამდენია ტელეიმედის ბიუჯეტი 110-115 მილიონია ხო აი წარმოიდგინეთ ჯერ როგორი ბუღალტერია ხო 110-115 მილიონი წლიური ბიუჯეტი აქვს რა და კომერციული შემოსავლები 40 დაახლოებით 40 მილიონამდე. ანუ რა გამოდის ნახეთ ორჯერ მეტი აქვს ხარჯი კომერციულ შემოსავალზე. ესეთი ანუ ფაქტობრივად ესეთი კომპანიები გაკოტრებულად დიდი ხნის გამოცხადებული უნდა იყოს, ხო? და ამ ხელა ბიუჯეტი სხვა ვის აქვს? ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ბიუჯეტის ხარჯზე, ნუ ეს ახლა დარზე ვენოკი იმაზე აღარც ვილაპარაკებ, ხო, ბევრია ნალაპარაკები. და რომელ ტელევიზიას ახლა ეს შესაძლებლობები სერიალებს ყიდულობენ, დიდ შოუებს აკეთებენ და ასე შემდეგ და ამით იბავენ მაყურებელს და მერე ხდება მათი ზომბირება. ხო და როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, როგორ წარმოგიდგენიათ ან თქვენ თქვით რომ ჩემოდნებით რა, ჩემოდნებით, იმიტომ რომ მე ხა სხვა გზეს მე ვერ ვხედავ. ჩემოდნებით მაგალითად თურქეთში ვერ ჩახვალ და იქ რაღაცა ეგრეთ წოდებული კასეტებით სერიალს ვერ წამოიღებ, ხო? ვერც რაღაცა საერთაშორისო შოუს ლიცენზიას იყიდი. ერთი მუთაკაფური. მე გეთანხმებით, მე ზოგად დაფინანსებაზე გეუბნებით, თორე რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მათ სერიოზული პრობლემები აქვს. საფინანსო სისტემებთან სერიოზული პრობლემები აქვს, საერთაშორისო ბრენდებთან, მათ შორის აი ყველაზე დიდ რეკლამას ვინც იძლევა, ყველაზე დიდი ოდენობით, ეს პარფიუმერული კომპანიებია და კოსმეტიკური თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ესენი ყველა დარტყმის ქვეშ არის, ესენი რა თქმა უნდა რეკლამას ვეღარ მიიტანენ. თუ მიიტანენ და ნუ მაგარი ბიჭები ყოფილან ძალიან რა. სხვა შორის დღეს ირაკლი კობახიძემ მოწოდება გააკეთა. ფარმაცევტული კომპანიების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან. ასე რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ამიტომ ვამბობ, რომ ხელფასები უნდა დაარიგონ. იმიტომ რომ სარეკლამო ბაზარი ეხა იგივე მათი მთლელი როგორი მუშაობს, მასაც გარკვეული ლიცენზია აქვს, ხო? ასე თავისი გამოჩეკილი მთლელი რო ყავთ რეიტინგებს თვითონ რო წერენ, ხო? ეგა ისა რა ქვია მათი იგივე სარეკლამო სტრუქტურები როგორი მუშაობენ ისინიც ყველა ლიცენზირებულები არიან ხო ხო და ძალიან სერიოზული პრობლემაა ეხა ეს მოდის ზვალივით ხო ეხა ჯერ თვითონაც არა აქვს გაცნობიერებული რამდენ ადგილზე მიიღეს დარტყმა ხო უკვე მთელი სხეულით კი ვაცდა ეხლა სად როდის რანაირად ეს ნენელა უფრო დამძილდება და დამძილდება მდგომარეობა. ანუ ქართული ოცნებისთვის ეს არის არათუ დამატებითი თავის ტკივილი, არამედ ძალიან დიდი თავის ტკივილი და აწევს თუ არა აი ამ ყველა პრობლემის მოგვარებას, არ ვიცი ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი ის ვინც მანამდეც აფინანსებდა ამ არხს და იმ განაკლისს უსებდა რაც ხარჯების თვალსაზრისით ჰქონდა სარეკლამო შემოსავლების მიუხედავად.
როგორ არის იცით, ნუ ბოლო-ბოლო მიდიან იქით რომ ჩაკეტავენ ქვეყანას, ხომ თლიანად ჩაკეტავენ, საერთოდ გაეთიშებიან საერთაშორისო ურთიერთობებიდან, ესეთი ქვეყნებიც არსებობს, ანუ გეზი აქვს აღებული ჩრდილოეთ კორეისკენ, ხო? დაახლოებით უბრალოდ ჩვენ და საბედნიეროდ ამას ის არა, წითელი ღილაკი არა აქვს იმისგან განსხვავებით რა. ხო და აი ესეთი მოცემულობა იქით მიდიან. ეხა სად გაჩერდებიან ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ თუ ეხა ესე ყურებს ვაპარტყუნებთ და უყურებთ, წავლენ ბოლომდე, იმიტომ რომ ამათ ერთადერთი ფასეულობაა ძალაუფლება. ძალაუფლება და ძალაუფლების იბრძოლებენ ესენი. და წავლენ იქამდე სანამ ჩვენ არ გავაჩერებთ. და ჩვენ რო გავაჩეროთ, ამას ჭირდება ლიდერები, ხო? ჩვენ რაც ავიდა დიდი არმია ვიყოთ. ამას თუ სარდლობა არ ეყოლა და სარდლობა ვინ არის პოლიტიკოსია. და თუ არმია ამ სარდლობას არ აღიარებს, მაშინ ან სარდლობაა გამოსაცვლელი, ან სარდლებმა ამ გენერლებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მართლა გენერლები არიან და ნაყიდი არ აქვს ეს პაგონები რა. მადლობა. აი ეს არის რა. მადლობა, გია ხუხაშვილს უსმენდით, პოლიტოლოგი იყო ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია შემოგვერდა. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ აი ამ ბრიტანული სანქციების შესახებ რამდენიმე დღეა ორი ვერსია გვესმის ძირითადად. ერთი ვერსიის თანახმად, მოკლედ არაფერიც არ იქნება. ყველაფერი კარგად იქნება, როგორც დღეს კობახიძემ არაერთხელ თქვა და ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ, არაფერი გადასარჩენი ამ არხებს არ ჭირსო. და მეორე ვერსიის თანახმად, რომლის შესახებ ახლაც გვესმოდა, საკმაოდ გაურთულდება ამ ორ ტელეკომპანიას არსებობა და რეალურად ეს არ არის ამ ტელეკომპანიებისთვის დაკისრებული სანქციები, ეს არის რეალურად სანქციები, რომელიც დიდი ბრიტანეთისგან მიიღო ქართულმა ოცნებამ. აი ამ ორ უკიდურესად განსხვავებულ პოზიციას და ვერსიას შორის სად არის სიმართლე? გამარჯობათ, მოგესალმები მაყურებელს. ჩემი აზრით და მე ხა არ ვამბობ რომ მე მართალი ვარ, მე მგონია სიმართლე სადღაც შუაში არის. ეს სანქციები რომ დამაზიანებელი არის და მძიმე არის იმედისთვის, როგორც რეპუტაციულად, ისე დავარქვათ საოპერაციო საქმიანობაში ხელშემშლელია, ეს მე მგონია უდავოა. ნახეთ, ძირითადი ბანკები, ვინც ემსახურებიან კომპანიას, როგორც ჩვენ ხედავთ დღეს, შეშფოთებულები არიან. ეხლა აქ უნდა აუხსნათ მაყურებელს ერთი რამე, რომ ჩვენს რეგულატორს საბანკო სისტემის, ეროვნულ ბანკს, აქვს უფლება ბანკებს რაღაცები აუკრძალოს, მაგრამ რეგულატორს არ აქვს უფლება ბანკებს დააძალოს, მოემსახუროს ამა თუ იმ კლიენტს. თურნავას განცხადება, რომ კომერციული ბანკები უნდა დაემორჩილონ ადგილობრივ კანონმდებლობას, საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციას, თქვენ გაიგეთ როგორც ერთგვარი დაძალება, რომ მომსახურებოდნენ სანქცირებულ ტელეკომპანიებს? ისიც მე საერთოდ ვერ გავიგე, რას ნიშნავდა ეს განცხადება, მართალი რო გითხრათ. მე გეუბნებით როგორ არის კანონმდებლობაში. ეროვნულ ბანკს არ აქვს მანდატი რომ დააძალოს კომერციულ ბანკს მომსახუროს ამა თუ იმ კლიენტს. კომერციული ბანკის დისკრეცია, ანუ უფლება თვითონ გადაწყვიტოს არის ვის მოემსახურება და ვის არა. და როგორც უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში, ისევე ჩვენთან, კომერციულ ბანკს შეუძლია დაუხუროს ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ანგარიში, ისე რომ საერთოდ არ აუხსნას ამის მიზეზი. ეს არის ესეთი წესია საბანკო სისტემაში დემოკრატიულ ქვეყნებში. მით უმეტეს როდესაც ცნობილია ზოგადად საჯაროდ, საქვეყნოდ ასეთი მძიმე ფინანსური სანქციების შესახებ. ეხლა ამ შემთხვევაში კომერციული ბანკები იცავენ თავის ინტერესს. ეხლა როდესაც კომერციული ბანკი ისეთი როგორიც არის, თქო, TBC საქართველოს ბანკი, რომელთაც აქციები იუაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რა თქმა უნდა, ისინი, ეს მე მგონი აბსოლუტურ თვალსაჩინოა, რომ მოერიდებიან ბრიტანეთის მიერ სანქცირებული კომპანიის მოსახურებას, პირდაპირ კონფლიქტში მოდის მათ ესე ვთქვათ, დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში მათ აქტივობასთან. ანუ ესენი ვერ გააკეთებენ ამას, მაგრამ სხვა ბანკები, აი ნახეთ, იმიტომ რომ სხვა ბანკებს აქვთ ძალიან ბევრი რისკი აქვთ ამ ბანკებს, სხვას რომ მოემსახურონ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კომპანიას. მაგალითად, ავიღოთ ძალიან მარტივი პირველი რისკი, რომ ბევრ ბანკს აქვს ეგრეთ წოდებული საკორესპონდენტო ანგარიშები უცხოეთში, რომელთა საშუალებითაც ხდება ამ ბანკებიდან უცხოური ვალუტის გადარიცხვა.
უცხოური ბანკი, მაგალითად ევროპაში, რომელიც არის საკორესპონდენტო ბანკი და ემსახურება თქვა იგივე სხვადასხვა ბანკებს დაწყებული Liberty ბანკი და ასე შემდეგ. უბრალოდ თუ ის გაიგებს, რომ Liberty მაგალითად ბანკი ემსახურება დასაქცევებულ ორგანიზაციას, შეუძლია უბრალოდ ის საკორესპონდენტო ანგარიში დაუხუროს. ეს ნიშნავს, რომ თქვა იგივე ბანკი, ქართული Liberty ვერ გადარიცხავს ევროს და დოლარს თავისი კლიენტებისთვის. ანუ მას ეს ამ ბანკისთვის მნიშვნელოვანი ზარალი და დარტყმა. ამ ვითარებაში გამოსავალი ტელეკომპანიისთვის არის თუ არა, როგორც თვითონ დაანონსეს, საკუთარი ბანკის შექმნა, რასაც რამდენიმე თვე დაჭირდება. იცით რა, მე ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხა არის რაღაც ბანკები, რომლებიც მხოლოდ თქვა შეიძლება ლარში ფუნქციონირებდეს, რომელსაც არ აქვს თქვა სავალუტო რისკები. არის ბანკები, რომელსაც საერთოდ შეიძლება საერთაშორისო საფინანსო სისტემაში არ იყვნენ ჩართული, ისეთი როგორც არის Visa და Mastercard. ეხა იგივე Visa და Mastercard რო ავიღოთ, ეხა Visa და Mastercard სულ არ აწყობს, რომ მათი თქვათ ერთ-ერთი კონტრაქტორი, როგორც ჩვენი ბანკი, რომ ემსახურებოდეს ბრიტანეთის მიერ სანქციონებულ კომპანიას, რომ იქ შეიძლება შეექმნას პრობლემები, მაგრამ თუ არის ბანკი, რომელიც მარტო ლარის ოპერაციებს აწარმოებს, ან მე შეიძლება იმედმა თქვათ, იგივე სავალუტო ოპერაციები სხვა ბანკებში გააკეთოს, იგივე უცხოეთში ახლო უცხოეთში, იგივე თქვათ კავკასიის ქვეყნებში ჩვენ ვიცით, ეხლა ჩვენი რეგიონში რო არის ბანკები, რომელიც პრინციპში ფუნქციონირებენ ვალუტაში და პრობლემა არ არის, ან იგივე ცენტრალურ აზიაში. ანუ მე მგონია, რომ ეს მძიმე დარტყმა იმედისთვის არის ეს თუ არა გადაულახავი, არ არის, რა თქმა უნდა. ანუ მოყვა ამას თუ არა რაღაცა თქვათ იმედის ოპერირების რაღაც შეკვეთა შემცირება, რა, ჩემი აზრით არანაირი. თუმცა აი საუბარია რომ პრობლემა იმდენად არ იქნება თანხა, რამდენადაც ამ თანხის მოძრაობა, ანუ სულ რომ შენ გააკეთო შენი კერძო ბანკი, რომელიც ოპერირებას მოახდენს მხოლოდ ლარში, მოემსახურება შენი ტელეკომპანიის თანამშრომლებს, აუცილებლად გჭირდება საერთაშორისო ტრანზაქციები იმისათვის, რომ სრულფასოვნად გააგრძელო ტრანსფერება, როგორც ამას აკეთებდი ამ 14 წლის განმავლობაში. კი, მაგრამ მე როგორც ახლა მოვყევი, ზა მარტივი მექანიზმებია, როგორც შეიძლება მაგის ორგანიზება. ანუ ამისი მე მგონია, რომ დიდი პრობლემა არ იქნება. რა თქმა უნდა, ეს პრობლემატიური არის იმედისთვის, მაგრამ ეს არ არის ის, რაც გამოიწვევს რაღაცა დარტყმას იმედის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობაზე. ანუ არ განახორციელებს, იმიტომ რომ ისე ვიპოვიან რა თქმა უნდა, თქვათ იგივე ავიღოთ შემოსავლების მხარე. ეხლა რაღაცა თქვათ რამოდენიმე კომპანია, რომელიც რეკლამას ათავსებს იმედში, რა თქმა უნდა, შეიძლება დაფიქრდეს, რომ რისკია ვისაც აქვს ინგლისთან ან ბრიტანეთის იურისდიქციასთან რაღაცა საერთო, შეიძლება დაფიქრდეს, მაგრამ რამდენი არის ესეთი? ეხლა იგივე ვისგანაც ყიდულობს იმედი, თქვათ, რაღაც სერიალებს თურქეთში, არ ამგონია, რომ ახლა თურქები ძალიან შეწუხდნენ. რის გამო შეწუხდნენ, როდესაც თურქეთში ყოველდღიურად აეროფლოტის რეისები დაფრინავს მოსკოვიდან. ეხლა იმისგან რომ იმედთან რეკლამა იმის მიყიდნენ სერიალებს, არ ამგონია, რომ ამით ძალიან შეწუხდნენ. ამიტომ ეხლა მართალია რომ გითხრათ, აი რაღაცა მნიშვნელოვან, რაღაც ძალიან მნიშვნელოვან გავლენას, აი ისეთ მნიშვნელოვანს. კი, პრობლემები ექნება, რთულია, მაგრამ ესეთ მნიშვნელოვან გავლენას მე ვერ ვხედავ. ანუ თუ ვინმე ხედავს და ამიხსნის, მაშინ მსევნობით მოვისმენდი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გავიგე. და ბრიტანეთი ამ შემთხვევაში, ანუ გაუწევს თუ არა მონიტორინგს, რამდენად სრულდება მისი სანქციები და თუ ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება, რომლის ადრესატიც იყო არა იმედი და პოზიტივი, არამედ რეალურად ქართული ოცნება, მოხვება თუ არა ამას შემდგომი ნაბიჯები იმისათვის, რომ კიდევ უფრო ასე ვთქვათ, გაამყარონ თუნდაც აი ამ ფინანსური სანქციების ეფექტი. იცით, ჩემთვის მართალი გითხრათ, ძალიან ძნელი სათქმელია რა მოყვება ამას, იმიტომ რომ მე მართლა რო გითხრათ, აი ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ აი ბრიტანეთის სამქმედებაში. ვერანაირ აზრს. ეხლა მე შემიძლია აგიხსნათ. კი ბატონო, აი ძალიან საინტერესოა, რატომ? იმიტომ რომ მეორე ნაწილს საზოგადოებისა მიაჩნია, რომ ეს არის ზეწოლის მექანიზმი ქართულ ოცნებაზე, იმისათვის, რომ დაუბრუნდეს მმართველი პარტია დემოკრატიულ კურსს და ევროინტეგრაციის გზას. ეხლა ნახეთ, აი მოდით განვიხილოთ, აი რას აღწევს ამ სანქციებით ეხლა ბრიტანეთი. ჯერ ერთი რას აღწევს და მე ვნახოთ, აი რეალურად რისთვის არის ეს გაკეთებული და რეალურად რა მოყვება ამას შედეგად. აი მაგურებოსაც ეთქო, რომ აი დავფიქრეთ რა, ესე იგი არის ჩვენ დემოკრატია ვართ, რა ხო დემოკრატია გვაქვს, ანუ ვიბრძვი დემოკრატიისთვის. ბრიტანეთის დემოკრატია. არის არხი იმედი, რომელსაც აქვს თავისი
პოლიტიკა და თავის ხაზს ატარებს. ეხლა შეიძლება თქვენ არ მოგწონთ, შეიძლება მე არ მომწონს ეს ხაზი. ეხლა მე მაგალითად გეტყვით, არც მე მომწონს ძალიან ბევრი რასაც ლაპარაკობენ იმედში, ძალიან ბევრი რამე მაგალითად ამ deep state-ზე და ამ რაღაც შავძარებზე ლაპარაკენ, აბსოლუტურად არ სიამოვნებს და ბუდიში და მარტივად სისულელად მიმაჩნია. გავიგე, ამიტომ რაღაცას უყურებ, მაგრამ ძირითადად არ უყურებ. ხო, მაგრამ მიზეზი ხომ ეს არ იყო ბრიტანეთმა თქვა, რომ რუსულ პროპაგანდას აღწელებდა. მოიცადე, ეხლა მაგაზე მივუყოთ, ეხლა მოგწონს თუ არ მოგწონს, ნუ უყურებ. ეხლა იმისგან რომ არ მოგწონს, მოდი ეხლა ჩვენ იმას წავართოთ ფული, გავუყინოთ აქტივი, ალბათ არ არის არა ეს დემოკრატიული და სწორი. საბჭოთა კავშირში რო იყოთ კი, მაგრამ ეხლა არ არის სწორი. ეხლა ნახეთ, მეორე რა ხდება, რომ ჩვენ რო დავაკვირდეთ დღეს, აი მე მაგალითად როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს ცოტა ნაწყენი დავრჩი ამ შემთხვევაში ბრიტანეთს. ეხლა გეტყვით რატო. აი ჩვენ რო შევხედოთ ეხლა იგივე იმედი სარედაქციო პოლიტიკას და რასაც ეგენი ლაპარაკობენ. აი თქვენ ხო ჟურნალისტი ხართ. ერთ-ერთი ლაპარაკობს იგივეს მაგალითად Fox News. იგივეს ლაპარაკობენ ცნობილი ჟურნალისტები. აი მე მაგალითად გადავხედე, აი უფრო მკაცრი რიტორიკა აქვს ამ მიმართულებით. მაგალითად ისეთ ცნობილ ტელეწამყვანებს და ჟურნალისტებს, აი როგორც არის მაგალითად ოფილი Fox News-ის კალსონ ტაკერი, მაგალითად გლენ დისენი, რომელიც არის ერთ-ერთი ცნობილი ბლოგერი და ერთ-ერთი ცნობილი წამყვანი, ჯეფრი საქსი, მერშჰაიმერი. ანუ მე როგორ ვიყო, რატომ არ ასანქცირებენ Fox News? მაშინ ისინი და ხო და Fox News ხო ვერ დაასანქცირებენ. იმიტომ რომ ის ძლიერია, ის ამერიკა და რადგანაც ჩვენ ვართ კავკასიის პატარა ქვეყანა, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დაგვასანქცირონ. აი მე იცით რა არის? ძალიან ბევრი ხალხი, რომელიც მე მაგათ არც ქართული ოცნების ხარდამჭერი ვარ და მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, რომელიც არის მეტნაკლებად პატრიოტულად განწყობილი, რაღაც უფრო მეტნაკლებად თავმოყვარე, აი ესეთი ნაბიჯს, რომელიც ესეთი აი არაპროპორციულად არის გადადგმული, მიუხედავად იმისა, მე სულ არ უჭერთ ხარს იმას. ცოტა იცით აი მე მაგათ ეს რაღაც აი ცოტა შეურაცხყოფად ვიღებ ეგეთ ნაბიჯებს. ხო, მაგრამ თქვენც ხო არ ვიცი, ალბათ იზიარებთ ხო იმ მოსაზრებას, რომ ეს რეალურად იმედის და პოზიტივის დასანქცირებით დაასანქცირეს ქართული ოცნება. ეხლა ნახეთ, რა გამოიწვია ამან და რა გამოიწვია ამან. ეხლა აი ესეთმა ნაბიჯმა რატომაც აგიხსენით ეხლა მე რომ ეს თავმოყვარე ადამიანი, პატრიოტი ადამიანი, მიუხედავად მისი ორიენტაციისა, ძალიან რადიკალური პოზიციონერი თუ არის, კი მაგრამ აი ნეიტრალური ან ქართული ოცნების ხარდამჭერი, ესეთი ნაბიჯი მიუხედავად იმისა, შეიძლება სულ არ უყურებს იმედზე არ აინტერესებს. მე მაგალითად ეს მივიღეთ ცოტა არასასიამოვნო და შეურაცხყოფად. ეხლა იმიტომ რომ მე ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ არის ნახევარი მსოფლიოს იგივე რიტორიკა აქვს, რაც იმედი. არა, გასაგებია, მაგრამ ნახევარი მსოფლიოს ტერიტორიების 20% რუსეთს არ აქვს ოკუპირებული და რუსეთთან, რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლას არ შეწირვია რამდენიმე ათასი ადამიანი, ისე როგორც შეეწირა საქართველოს მოქალაქეები, ხომ? ანუ ჩვენთვის რუსული პროპაგანდის გატარება ეროვნული მაუწყებლით კიდევ სხვა თქვენ მიგაჩნიათ რომ Fox News-ი რუსულ პროპაგანდას ატარებს? მე ტელეკომპანია იმედზე ვსაუბრობ. არა, მესმის მე გეუბნებით რომ თქვენ შეადარო. რომ ერთი და იგივე ასე ვთქვათ რიტორიკა აქვთ მათ. Fox-ის რიტორიკა და იმისი რა ქვია, იმედის რიტორიკა ერთ-ერთი შემთხვევა ერთმანეთს და თქვენ გინდა თქვათ რომ Fox News-ი ატარებს რუსეთის პროპაგანდას ამერიკაში? მე მგონია მაგას ვერ მითხრით. არა, მაშინ მითხარით. კარგი, მაშინ მოდი თქვენ მითხარით თუ ამბობთ რომ იმედის რუსეთის პროპაგანდას ატარებს, მერშჰაიმერი ატარებს რუსეთის პროპაგანდას, ესე იგი კალსონ ტაკერი რუსეთის პროპაგანდისტი ყოფილა, ესე იგი სულ ყველა ვინცაც აქვს ცოტა სხვა პოზიცია ამ სიტუაციის მიერ, სულ ყველა რუსეთის პროპაგანდისტი ყოფილა. ან ცოტა სხვა პოზიცია რას ნიშნავს? და კიდევ ერთხელ გეუბნები. იმიტომ რომ არის ხალხი, ვისაც აქვს პოზიცია და ჩვენ მაგას ახლა არის ხალხი, ვისაც აქვს პოზიცია, რომ ეს ომი დაწყებული არის ნატოსთან დაკავშირებულ კონფლიქტთან. იყო ეს ყველაფერი, ანუ სისულელე იყო ომში ჩართვა რუსეთთან, იმიტომ რომ აი ესეთი რიტორიკა მოგვისმენია რეალურად ხომ დასანქცირებული ტელეკომპანიებიდან. და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ეს ტელეკომპანიები არიან ქართული ეროვნული მაუწყებლები და საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ამას რა მნიშვნელობა არა, როგორ არა აქვს ამას მნიშვნელობა? ჩვენ დისკუსიასთან რომ ოკუპირებული რო აქვს აქ არის ტელეკომპანია, რომელსაც აქვს რაღაცა ხაზი. შეიძლება ჩვენ არ მოგწონს ეს ხაზი, მაგრამ ესეთი ანალოგიური ხაზი ახლა აქვს ათობით 1000 ტელეკომპანიას თელ სოფლიოში, თვით ამერიკაში და ევროპაშიც კი.
შვედია არის მაგალითად გლენდისენი და სულ ამაზე არის საუბარი. შემდეგ არის რაღაცა პოზიცია, რომელსაც შეიძლება არ დაეთანხმო. აქ არის გაშუაში რუსეთის პროპაგანდა. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ბევრ ხალხს მიაჩნია, რომ ამ ომის საწყისი, ესე თქვათ, საფუძველი იდო მაგალითად იმაში, რომ რუსეთს არ აწყობდა ნატოში გაწევრიანება უკრაინის. ესეთი პოზიცია არსებობს. არსებობს სხვა პოზიცია, როდესაც ხალხი ამბობს, რომ რუსეთს უნდა დაეპყრო ტერიტორია და აღიდგინოს საბჭოთა კავშირი. გავიგე. ესეთი პოზიცია ხო, მაგრამ ამ ტელეკომპანიებში, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, ანუ შესაძლებელია იყოს, არა, ბალანსი იყოს შესაძლებელია დაცული ხომ? ანუ შენ აკეთებდე, ავრცელებდე და აკეთებდე ანალიზს როგორც ერთი მიმართულებით, ასევე მეორე მიმართულებით, ხო? საუბრობდე იმ სისუსტეებზე, რაც უკრაინამ გამოიჩინა საკუთარ გადაწყვეტილებებში, სადღაც იჩქარა, სადღაც რაღაც ვერ გათვალა, ხო? მაგრამ ამავე დროს პირდაპირ საუბრობდე რუსეთზე, როგორც ტერორისტზე, როგორც არაპროვოცირებული ომის მწარმოებელზე და ტირანზე. ხო, ან ბალანსი იყოს, ხო, ბალანსი იყოს დაცული. და არის ესე იგი, არის განსაზღვრული ძალიან დიდი რაოდენობა, მე ვიტყვი, სოფლის 50% მედია საშუალებების და ხალხი, რომელიც მაგალითად ცოტა სხვანაირად ფიქრობს. კი ბატონო, და ამის გამო ისინი არ შეიძლება იყოს დასანქცია. ჩვენ უნდა ავიღოთ და დავსაჯოთ ეს ხალხი? ნუ ბრიტანეთის მთავრობამ ასე გადაწყვიტა. ეს არის მათი გადაწყვეტილება. იმაზე რამდენად მართებულია ვილაპარაკ, ახლა გადავიდეთ რას მიაღწიეს ამით. ნახეთ, ამით მიაღწიეს კიდე უფრო გაძლიერებას ქართული ოცნების დღევანდელი ხელისუფლების. რატო? რატომ? იმიტომ რომ ნახეთ, ოპოზიციას, აი ეს ვერაფრით ვერ გაიგეს, რომ ქართულ ოცნებას რომ მოუგონ არჩევნებით რომ მოუგონ, მათ უნდა გადმოიბირონ თავის მხარეზე ქართული ოცნების დღევანდელი ამომრჩევლები. ის მათი ნაწილი, რომელიც შედარებით ნეიტრალურად არის განწყობილი და უყურებს ვის მისცეს ხმა. ეხლა, როდესაც ეს ნეიტრალური ადამიანი ხედავს აი ესეთი დონის უაზრო usამართლობას იმ მხრიდან, რომელიც ასოცირებული არის ოპოზიციასთან. იმას საერთოდ აღარ უნდა, რომ ოპოზიციას მისცეს ხმა. საერთოდ. იმიტომ რომ ის ადამიანი ამბობს, რომ გავიგე, შეიძლება მე იმედი არ მოწეს რაღაც, მაგრამ ეს არის დემოკრატია, როდესაც ადამიანს, იმიტომ შენ მისი აზრი არ მოგწონს, უნდა წაართვა ფული, წაართვა ქონება, დაკეტო. ესეა, ესე იგი და ამიტომ ეს ადამიანები ვის უნდა გადმოიბიროს ოპოზიცია უფრო კონსოლიდირდება ქართულ ოცნებასთან და ესეთი ადამიანები ჩემი აზრი და ჩემი დაკვირვებით და ამას დიდი ხანი ვაკვირდები თქვენ იცით რომ ხმარობა ჩახედო 70%-ზე მეტი ამორჩევლის თუმცა ეს არის მხოლოდ პირველი ფაზა ან ერთ-ერთი ფაზა შეიძლება ასე ითქვას სანქციებისა კეთდება ვხედავთ ხო მოწოდებები ევროპარლამენტარების დონეზე ამ სანქციებით ემა რას მიაღწიეს ნუ მთელი რუსეთის საზოგადოება კონსოლიდირდა დღევანდელი მთავრობის ირგვლივ იმიტომ რომ ადამიანს გააჩნია პატრიოტული გზნობა და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არ ეთანხმებოდეს თავრობას, როდესაც ის ხედავს რომ შემოტევა მიდის ერზე და ქვეყანაზე ეს ძალიან არ სიამოვნებს. სანქცია რომ პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი ეხლა ეს ხო საიდუმლოს არავისთვის არ წარმოადგენს. ანუ მაშინ რა ბერკეტი რჩება საერთაშორისო საზოგადოებას რომ რაღაცნაირად ქართულ ოცნებაზე მოახდინოს, არ ვიცი, ზეგავლენა ხო? აიძულოს, წავიდეს კომპრომისზე, შეასრულოს ის მოთხოვნები, რასაც ითხოვს ჩვენგან ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. ეხლა რა, ქართულ ოცნებას ცოტა რამე აქვს საკრიტიკო ობიექტურად გააკრიტიკე ის და გამოიყენე ის ბერკეტები, რაც გასაკრიტიკებელია. ხო ხედავთ, როგორი არის დღევანდელი, თქვა, იგივე კორუფციასთან დაკავშირებული მდგომარეობა. გააკრიტიკე იმაში, რაშიც მართალი ხო, რომ მათი გადამეტებული რიტორიკა უარყოფით ევროკავშირის მიმართ. ცოტა არის ეს, ესე თქვა, რომ თვითონ უნდა გაჩერდეს, როგორც ბრიტანეთი, ეს დიდებული ქვეყნებია, მათ უფრო მეტი, ეს თქვა, ჭკუა მართებთ. ესეთ პოლიტიკაში ბევრად მეტი ჭკუა მართებთ, მე მგონია, ძალიან ხო და როგორ ფიქრობთ ახლა ეს რომ არ თვითონ შეიკავონ თავი და როდ გზიან და ეპასუხებიან ამ პატარა ქვეყნის ხელისუფლებას რა ეს ეკადრებათ? ანუ ბრიტანეთის მთავრობას რომ არ კონდეს კონკრეტული შედეგების მოლოდინი არ ექნება, ასე ვთქვათ, გათვლილი რა დადებითი და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს მათ მიერ გათვლილ დაწესებულ სანქციებს. არა, გათვლილი. იმიტომ ამას მოყვება უარყოფითი შედეგი ოპოზიციისთვის და აგრეთვე ქართული ხალხის დამოუკიდებულებისა ბრიტანეთის მიმართ. აი რა მოყვება ამას, ორი რამე.
უარყოფითი შედეგი ოპოზიციისთვის, ოპოზიციის დასუსტება, ქართული ოცნების გაძლიერება და საქართველოს მოსახლეობის უარყოფითი განწყობების დანერგვა ჩვენს ქვეყანაში. აი რა მოყვება ამას. ხო, ამას ალბათ ვნახავთ, ახლა მოყვება თუ არა ამას, ხო, როგორც ის ნახეთ, როგორც არჩევნები ჩატარდა უკვე ესე იგი ადრეული, როგორც ესე იგი დასუსტა ქართული ოცნება. რას ვნახავთ? ნახეთ ის, რომ ქართული ოცნება ძლიერდება დღიდან დღემდე. და თუ ძლიერდება ქართული ოცნება, მაშინ რაში სჭირდება დღე-ნიადაგ სხვადასხვა მიმართულებით კანონების გამკაცრება? აი თუ შეგიძლიათ მითხრათ, იგივე ის რომ მეწარმე სუბიექტებს შეეზღუდებათ პოლიტიკური გამოხატვის უფლება, ის რომ ხომ აი რა მაშინ არა მე გეკითხებით რომ საკრიტიკო რომ არის ეს ცალსახა თუ ქართული ოცნება დღენიადაგ თქვენ ამბობთ აი ამ საერთაშორისო ზეწოლის თუ საერთაშორისო კრიტიკის ფონზე ძლიერდება მაშინ რაში სჭირდება ქართულ ოცნებას ერთგვარი ასე ვთქვათ რა ვიცი დამცავი ბარიერის შექმნა აი ამ გამკაცრებული კანონებით ის რომ ვინც ლეგიტიმაციას არ აღიარებს ქართული ოცნებისა და სხვადასხვა ინსტიტუტების შესაძლებელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რაში სჭირდება ეს ყველაფერი რატო აკეთებს ხო რატომ აკეთებს ამას იმიტომ რომ გაუაზრებლად აკეთებს არასწორად აკეთებს თავის აზიანოდ აკეთებს თავის აზიანოდ. ანუ გამოდის რომ ქართული ოცნებაც გაუაზრებლად და თავისი აზიანოდ მოქმედებს, გამოდის რომ ბრიტანეთიც გაუაზრებლად მოქმედებს. მაგრამ მე მგონია ქართული ოცნება რომ საზიანოდ მოქმედებს თავის დასაზიანებლად, მე მგონია ჩვენ ვაკვირდები ძალიან დიდი ხანია, მაგრამ ოპოზიცია იმდენად სუსტია რომ ქართული ოცნება რაც არ უნდა დაიზიანოს თავი, მაინც უგებს ოპოზიციას და მაგრამ მე ის არ მიკვირს რომ ქართული ოცნება აკეთებს ამას გაუაზრებლად, თუმცა ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვარ, პატარა ქვეყანა ვარ და ჩვენ ეხლა ეგეთი კვალიფიცირებული პოლიტიკოსების რა თქმა როგორც ყველანაირ დარგში დიდი ნაკლებობა გვაქვს და არ მიკვირს ეხლა მაგრამ მე მიკვირს ბრიტანეთის ესე იგი ამ უდიდესი ქვეყნის რაღაც ასწლოვანი დემოკრატიის ისტორიით ესეთი შეცდომები რატომ უძდით არ ვიცი აი მაგას ვერ გიპასუხებ ქართული ოცნები რატო აკეთებს ისურველეს ძალიან კარგად მესმის მაშინ გამოდის რომ ევროკავშირიც ძალიან დიდი შეცდომისთვის ემზადება ურსულა ფონ დერ ლაიანის წერილი ვნახეთ რომელიც ოპოზიციას მიმართა სადაც საუბარია იმ რისკებზე რომ შესაძლებელია მთელმა ქვეყანამ დაკარგოს უვიზო რეჟიმი გამოიწვევს აბსოლუტურად მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ძალიან დიდ აღშფოთებას ევროკავშირის მიმართ პირველ რიგში და მეორე რიგში გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დაზიანებას და ჩვენი ისედაც ღარიბი ქვეყნის კიდევ უფრო გაღატაკებას მეტი არაფერი და მადლობა უთხრათ ამისთვის ევროპას. მაშინ ისი მიღწევა უნდა ევროკავშირს ამ გადაწყვეტილებით. არასწორი მრჩევლები ყავთ და არასწორად ფიქრობენ ამაზე. და ძალიან ბევრ სხვა რამეზე და საერთოდ ძალიან გულდასაწყვეტია დღევანდელი მდგომარეობა. ბოდიში მე ხარ არ მინდა გადავიდი ისეთ რიტორიკაზე და დავიმსგავსო ხარ ქართული ოცნების ლიდერებს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ამ ხო და ვინ მიიყვანა ჩვენი ურთიერთობები ბატონო გიორგი ამ მდგომარეობამდე აი შეგიძლიათ მითხრათ. 10 ჯერ მაქვს დათქვამი და მე 11 ჯერ გავიმეორებ. რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას მართებს უფრო მეტი მოთმინება, დიპლომატია და უფრო დელიკატორი უნდა იყოს თავის გამონათქვამებში. ეს რო ყველაფერი გაეკეთებინა, შეიძლება დიდი ბრიტანეთის ეს უაზრო ნაბიჯი არ მოყოლოდა დღევანდელ სიტუაციას. რო ცოტა მოზომილი ყოფილიყო და თელი დღე რო გამოყოლდა რა ქვია ბოდიში და რაღაცა ბავშვები რო ერთმანეთს ეკამათებიან, ერთმანეთს რო შეეპასუხები. ეხლა ნუ ეს არ არის ალბათ არა ნორმალური რა, როდესაც რამდენი განცხადებაც კეთდება იქიდან გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე და რაღაცას წერს Twitter-ზე. ვიღაცა მითხრეთ თუ დიპლომატმა რომ ერთი დღე არ შეიძლება გამორთოსო. იქნება დავისვენოთ რა ცოტა ხანი და გაჩერდია ცოტა ხანი. რას იგებს ამით ქართული ოცნება? არაფერს. მაგრამ ეხლა მე რასაც ვლაპარაკებ, ეროს გისმენდეს, აი არანაირი ეფექტი არ აქვს რა, აბსოლუტურად ესეთი გამოთქმა არის ქართულში. კედოს ცერცვი შეაყარეო რა. აი გინდა უთხარი, გინდა არა. არაფერს ვერ არის მე. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის გიორგი ქობულიას ეკონომიკის ყოფილ მინისტრს უსმენდით. კიდევ ერთი სტუმარი უნდა შემოგვიერთდეს ამ თემასთან დაკავშირებით გიგი წერეთელი, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე. ძალიან საინტერესოა მისი მოლოდინები როგორია, რა შედეგები შეიძლება კონდეს რეალურად ამ სანქციებს, იმიტომ რომ როგორც ვხედავთ
საზოგადოების აზრი არის ორად გაყოფილი ამ თემასთან დაკავშირებით. ნაწილი ფიქრობს, რომ ძალიან მძიმე და მწველი ეფექტი ექნება ამ ბრიტანულ სანქციებს და არა მხოლოდ კონკრეტულ ტელეკომპანიებზე, არამედ თვითონ ოცნებაზე და ეს უკვე ქართული ოცნების განცხადებებიდანაც ჩანს და აგერ როგორც გიორგი ქობულიას მოусმინეთ, მას მიაჩნია, რომ ძალიან იჩქარა ბრიტანეთის მთავრობამ რაღაცა გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ ოცნებას. ბატონო გიგი, თუ გესმით ჩემი ხმა? მესმის. თუ მოისმინეთ შეკითხვა, თუ არა და გავიმეორებ კიდევ ერთხელ. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხო, მოგესალმებით, მიხედავთ უბრალოდ არა ვარ საქართველოში და ვერთები. ხო, ნუ დაახლოებით მოვისმინე ბოლო იმეთან დაკავშირებული საკითხი, ანუ უფრო დაასუსტებს თუ უფრო გააძლიერებს თუ გიორგი ქობულიას, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის ყოფილი წევრია, მიაჩნია, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ ოცნებას, ასე ვთქვათ და კიდევ უფრო პოზიტიურად განაწყობს მათ ამომრჩეველს ქართული ოცნების მიმართ. ხო, ნუ გარკვეულწილად უცნაური ესეთი განმარტება, თუმცა ეხლა რაც არ უნდა იყოს ალბათ განსხვავებული მოსაზრების და მგონია რომ ბატონ ქობულიას შესაბამისი ანალიზის უნარი გააჩნია, უნდა გააჩნდეს ყოველ შემთხვევაში რა ვითარებაშია ქვეყანა დღეს და ვისი ბრალია ეს ყველაფერი და ალბათ კრიტიკულადაც უნდა იყოს განწყობილი, მაგრამ ნუ ხომ ხელისუფლებაში ნამუშევარია შეიძლება რაღაც სხვა ინტერესებიც არსებობს, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ხა იმის თქვა რომ ეს რაღაცნაირად კარგია, მე რაღაცა მომენტს მოусმინე რომ ადარებდა Fox კი ბატონო წარმოუდგენელი შედარება, ხა შეიძლება რომელიმე გადაცემაში არიან წარმოუდგენელი ჯერთის ადამიანები, Fox-ი არ არიან, მე მგონი ცნობილი პროპაგანდისტია ტაკერი და სხვები ყოფილ თანამშრომლებზე საუბარი, მაგრამ Fox-ს აქვს უამრავი გადაცემა სადაც არის მთელი, არ ვიცი, რა თუ შეეხება ეს რუსეთს და უკრაინას და ომს, ძალიან ასე ვთქვათ, კარგი ანალიზი, სწორი ანალიზი, მხარდაჭერა და იმ პარტიას, რომელსაც ისინი უჭერენ მხარს, ასე ვთქვათ, უფრო და იმ მხარეს კონსერვატიულს რესპუბლიკურს შესაბამისად და პრეზიდენტს ხო, ხლა რესპუბლიკური პარტიას თუ ასე ავიღებთ, განსხვავებით ქართული ოცნებისგან მხარს უჭერს უკრაინას ძალიან სერიოზულად და ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, არა მარტო რესპუბლიკური და თუნდაც Fox-ის შედარება არის აბსოლუტურად ძალიან ხელოვნური რბილად. ხო, კი ბატონო, მე ვუთხარი კიდეც რომ ანუ ამ შემთხვევაში ბალანსი არის დაცული. მის ინტერვიუს კი არ პასუხობ. რაც შეეხება თუ ამ იმედზე მეკითხებით, ხა მე საერთოდ ბევრჯერ მithქვამს ნებისმიერი სანქცია, რომელიც არის ამ ხელისუფლების დღეს არსებული ხელისუფლების ქართული ოცნების პოლიტიკის გამო ქვეყნისთვის არის მძიმე, ცუდი, სამწუხარო, მაგრამ ეს არის ფასი, რომელსაც თავადაც იხდის და სამწუხაროდ ყველას ახდევინებს ამ ქვეყანაში იმის გამო, რომ ჩვენ ვართ აი ამგვარ იზოლაციურ კრიტიკულ მთლიანობაში, აი ამ სივრცეში ვართ საქართველოს მიმართ უაღრესად სამწუხაროდ არც ერთი რაღაცა დადებითი წარმატებული კარგი არ ითქმება, არის მუდმივად ნეგატივზე საუბარი და ამ სანქციებსაც ახლა რა არაერთხელ გააფრთხილეს, ხო? ის იქნება ბრიტანელები თუ იქნებოდნენ სხვები, ამერიკელებსაც აქვს სანქციები დაწესებული და ევროპელებსაც, მაგრამ ამას ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები და არაერთი გაფრთხილება, არაერთი მოწოდება, არაერთი მინიშნება, რომ სხვანაირად უნდა მოიქცენ და შეცვალონ პოლიტიკა არ მოქმედებს, ხო? არ იმოქმედა შესაბამისად ახლა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიაჩნია დაუშვათ, რა ვიცი. არსებობს საერთო თანამშრომლობა, არსებობს პარტნიორობა, არსებობს ვალდებულებები ევროკავშირთან მიმართებაში, ვალდებულებები აქვს საქართველოს აღებული და ის არ არის არასრულებს და არ შეუსრულებია და ბოლო დოკუმენტშიც, რომელიც 2 დღის წინ იყო გახილული ევროპარლამენტში, ამაზე ძალიან მკაფიოდ იყო ლაპარაკი, შესაბამისად არის ზომებიც, ხო?
შესაბამისად დიპლომატიური ვიზების და სხვა საკითხები, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. ეხლა ჩვენ მუშაობთ ჩვენ კოლეგებთან, რომ ჩვენი მოსახლეობა არ დაზარავდეს, მაქსიმალურად თითოეული მოქალაქე არ დაზარავდეს და ამათ ეს არ აინტერესებს, ვინც ამ განაცხადებებს იღებს და შემდეგ დასხდებიან და რაღაცნაირად ნუ ხა წუწუნი თითქოს არ უნდათ, ძალიან კარგად იციან, რომ ეს ძიმე დარტყმებია, ხო? მე სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთხელ კი არ მიხარია ეს ამბავი, ამას სინანულით ლაპარაკობ, მაგრამ ლაპარაკობ იმ ადამიანების საყურადღებოდ პირველ რიგში, ვინც განაცხადებებს იღებს და ვისაც აქამდე მივყავართ, რომ საქართველოს ირგვლივ დღეს არის მართლა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ხშირად ვიყენებ ამ სიტყვას, ესეთი შავი ღრუბლები, ხო? აი, როგორ შეიძლება, ბატონო გიგი, როგორ შეიძლება საქართველოს მოსახლეობა არ დაზარალდეს, როგორ შეიძლება საქართველოს მოსახლეობას, აი თქვენ ოპოზიციონერებმა თავიდან აარიდოთ ასეთი მძიმე შედეგები, როდესაც ევროკომისიის თავმჯდომარე საუბრობს იმაზე, რომ შესაძლებელია ვიზების შეჩერება გავრცელდეს საქართველოს მთელს მოსახლეობაზე. ხო, ერთნიშნულად ეს რა თქმა უნდა არავის არ შეუძლია, ხო? ოპოზიციას ამ წუთას არ აქვს ის ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ჩვენ პარტნიორებთან, სადღაც ჩვენი სიტყვა გვეთქმის, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ხელისუფლება. რას ამბობს ან იმდენად ძლიერი და ალტერნატიული, ასე ვთქვათ, ძალა ოპოზიციის სახით, რომელიც აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში ეს პროცესი ახლა ჯერჯერობით ასეთი მკაფიო არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ აუცილებლად იქნება და რაც შეეხება უბრალოდ ახლა ჩვენი მცდელობა ეს არის, ხო? ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თუ რაიმე სანქციაზე ლაპარაკი ან რაღაც ზომებზე ლაპარაკი ეს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე ჩვენსაზე არ უნდა აისახოს და ისინი არ უნდა დაზარავდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ზარალდებიან ამ საერთო ვითარებით. იმიტომ რომ როდესაც ქვეყნის მიმართ არ არის კარგი განწყობა, იქნება ეს ამერიკა თუ იქნება ეს ევროკავშირი, ეს ყველაფერზე მოქმედებს ბიზნესზე, მოქმედებს დობაზე, მოქმედებს იქ მომუშავე ჩვენს ადამიანებზე, ემიგრანტებზე, მათ სამსახურებზე, მათ ურთიერთობებზე, მათ ცხოვრებაზე და ამ ხრივ რა თქმა უნდა ძალიან ძიმე არის ყველაფრის ეფექტი და თუ ეს ასე გაგრძელდება კიდევ უფრო დამძიმდება, იმიტომ რომ ქართული ოცნება რაღაც ექსპერიმენტებს ატარებს დღეს, რომ აბა ეხლა ჩვენ ვიღაცებს ბაძავენ, ხო, აი შევებრძოლებით ევროპას, ტოლს არ დაუდებთ დიდ ბრიტანეთს, გავლანძღავთ, ცდილობენ რომ თუმცა ურთიერთობის აღდგენის მოლოდინი აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისგან და მე გონიათ რომ ყველა შეეშვება, აღარ მოსთხოვენ მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და ამით ურთიერთობები დაალაგდება. არა ეს მეორე ფრონტის გახსნა და ეს დიპსტეიტის საერთოდ სისულელეა რაღაცა პარანოის ნაწილი შეთხზული იმისთვის რომ ადამიანები უბრალოდ ამით ყვებონ და რაღაცა იმედები მისცენ და აჩვენონ რომ თვითონ კი არ არიან დამნაშავეები, არამედ სხვები არიან. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ჩვეულებრივი გულისხმობ რა ცნობილი ტაქტიკაა, ხო? მაგრამ ეს სხვა რამეს ვამბობ. რომ ეს რაღაცა შებრძოლება და ამით თითქოს ეროვნული ინტერესების დაცვა, როცა პირიქით აი ამ ბრძოლაში ისინი არ ღვევენ კონსტიტუციას, უგულებელყოფენ კონსტიტუციურ პრინციპებს. იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინეთ, თქვენ რაღაცა გაცხადებები მოვისმინეთ, საერთოდ წარმოუდგენელი, აი მართლა ორველს ახსენებთ ხშირად და მართლა ასე არის, რომ ესე იგი ვინც დადგება ბრიტანეთის და ბრიუსელის მხარეს, ის არის აგენტი, ის არის საბრძოლოს გამყიდველი და მეორე მხარე რა არის? მეორე მხარე რომელი? ანუ ქართული მხარეა, მეორე მხარე? ანუ ჩვენს პარტნიორებს, რომელთან დაახლოებას კონსტიტუციური ვალდებულებაა, მათ მტრებს ვეძახით და მეორე მხარეს ხმას ავცემთ და ეს მეორე მხარე რუსეთია. ასჯერ გვაქვს ახსნილი, არ არსებობს აქ მეორე მხარე. ვერ იქნება ვერც, აი რომელი იქნება მეორე მხარე? ჩინეთთან მოხდება ინტეგრირება თუ იმასთან, რა ქვია, ინდოეთთან. არის რუსეთი ამ შემთხვევაში და არის დასავლეთი. დასავლეთს უპირისპირდებიან, ესე იგი რუსეთთან დგებიან. ძალიან არ მახსოვს როდის იყო, მაგრამ ერთ-ერთმა მთავარმა რუსეთის იდეოლოგმა განაცხადა ნეიტრალიტეტზე ეგრეთ წოდებულზე, ხო? ან დუგინმა, რომ კარგია რომ შორდებიან, ეს ნეიტრალიტეტი გვაწყობს ჩვენ დაახლოებით ვამბობ ახლა ამას, იმიტომ რომ ეს ჩვენი გახდება. ეს არის მათი ფსიქოლოგია, ეს არის მათი ხედვა. ამიტომ აქ რაღაც განცხადებები რომ ჩვენ ესე იგი თურმე იგივე
ხედვა გვაქვს რაც აქვს ტრამპს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ მაგალითად ბაიდენის ადმინისტრაციას თუ გადაწყავენ, თუ მაგალითად იტყვიან, რომ რელიგიურები არიან. ან მაგალითად კვერცხის ფასის დაწევაზე ემუშავებენ, იმიტომ რომ ტრამპმა განაცხადა, რომ კვერცხის ფასი მაღალია ამერიკაში. ეს არის იდეოლოგიური თანხმედრა ამერიკასთან და ამის გამო მოხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და დანაგება ვითარების. ხო არის სიკულელე, ხო ეს არასდროს არ ხდება ასე. ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ ამერიკაზეა ლაპარაკი და მე თვითონ ევროპაზეც ვილაპარაკოთ, ამერიკის შეერთებულ შტატებს განცხადებული აქვს ეს არაერთი მათ შორის ტრამპის პირით, რუბიოს პირით, სხვა ლიდერების და მათ ფუძემდებურ ძირითად დოკუმენტებში ძველშიც და ახალშიც რა პირობებია პარტნიორობისთვის და დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სასამართლო, თავისუფალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების არყოლა და ასეთი რეპრესიები და სხვა, რა თქმა უნდა ეს არასდროს არ დარჩება ამერიკის ხელისუფლების ყურადღების მიღმა. ისევე როგორც არ დარჩა არსად და ის რომ ისინი არ ჩაერევიან სხვა ქვეყნის პირად შიდა საქმეებში სხვა ამბავია. არ შეუძლია ასე დეტალურად, ოღონდ იქ სადაც ადამიანებს ანადგურებენ, პირობითად ვამბობ, ამ წუთას საქართველოში არ მაქვს, მაგრამ ლაპარაკი, მაგრამ არიან პოლიტიკური პარტიები, სადაც სიტყვის თავისუფლება იხშობა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს აუქმებენ და პოლიტიკოსებს ციხეში სვამენ იმისათვის, რომ რაღაცა განცხადებას აკეთებს, ან არ თანამშრომლობს, ან ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ ადამიანს, აქ ურთიერთობა ვერ შედგება. და მწარე და მტკივნეული მაგალითია, მაგრამ ნახეთ ხო ჩვენ იგივე მადურო და იგივე შეიძლება სხვა ქვეყნებშიც მოხდეს ასეთი რამე. მე არ დაუშვებ რომ საქართველოში ამის საჭიროება გახდეს და შესაბამისად უნდა იფიქრონ ამ ადამიანებმა რომ ასე არ გამოვა ეს და ეს უბრალოდ რაღაცა ჭკუნობით ვერ გავა. აი კიდევ გეკითხებით როგორ არ დაუშვებთ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში რომ ესეთი უხეში ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში არ მოხდეს. სხვა შორის დღესვანდელი ასე თუ პოლიცია ჩვენ მე არ მითქვამს რომ და მე ვამბობ თეორიულად არც სურს და არც დაუშვებ, მაგრამ ჩარევა ხდება დიპლომატიურად, დემოკრატიულად, მეტი რა უნდა იყოს ახლა გზავნილები, ხო იქ რომ ვიღაცასთან შორის დღეს შეახსენა ქართულმა უცნებამ თავისი განცხადებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რომ მათ მიერ განცხადებული პოლიტიკაა რომ ისინი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში არ ერევიან და აქვე ახსენა ირაკლი კოგბახიძემ რომ ოპოზიციას აქვს დავალება მიღებული გარე ძალებისგან რომ უნდა ჩამოაყალიბოს რაღაცა ქართული ოცნების პოლიტიკური ალტერნატივა და გაემგზავროს ვაშინგტონში იმისათვის რომ სწორედ აი ამ პოზიციებით წარსდგეს, რადგან თქვენ ხართ ამ ოპოზიციის წარმომადგენელი, რა შეგიძლიათ უპასუხოთ ქართული ოცნების აი ამ ვერსიას? ნუ ეხლა ესეთი ინსინუაციები ხო არ არის სერიოზული, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის იმ რაღაცა თხზულებებიდან თუ იმ სახელმწიფოებიდან, რომლითაც სამწუხაროდ ყვებავენ ჯერ კიდევ რაღაც გარკვეულ კატეგორიას ადამიანების საქართველოში, ხო? ახლა ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ ხელისუფლების ალტერნატივა იყოს. ახლა სხვა თუ სხვანაირად ფიქრობს, მაშინ არც პოლიტიკა იცის და შეიძლება აღქმის უნარიც ძალიან დაბალია, ხო? ამისთვის ჩნდება ოპოზიცია ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის ქრესტომატიული ამბავი. ოპოზიცია იმისთვის არ არის, რომ ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს. ეს არ ხდება დემოკრატიაში. ოპოზიცია იმიტომ არის, რომ ალტერნატივა შექმნას და სწორად ფიქრობს დღეს საქართველოში ის რაოდენობა გარკვეული პარტიების დემოკრატიული, პროდასავლური პარტიების, რომ ასეთი ალტერნატივა უნდა იყოს. ვის უნდა ელაპარაკოს ეს ალტერნატივა ან ამ ოპოზიციური ჯგუფი რა, რუსეთს უნდა ელაპარაკოს? თუ პაკისტანს უნდა ელაპარაკოს, უნდა ელაპარაკოს იმ ხალხს, ვისთან შეერთებას ამ სივრცესთან დასავლურთან ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს ვახსენებ ამას და ვინც უყურებს ამ გადაცემას. და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს ბუნებრივია მათ უნდა ელაპარაკო. როგორ რა არის ხედვა, რა სურს, რა გინდა, რა იქნება მომავალში, როგორ აღადგენ ამას ყველაფერს, იმიტომ რომ იქნება და მზადდება ასეთი ტიპის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ემა ბოდიში. აბა აი მითხარით, აი თქვენ გეკითხებით ახლა ან ვისაც ახლა არც მინდა ხოლმე ამ სულელური ტერმინის ხმარება, რომელიც რაღაცა საბჭოური 37 წლის რაღაცნაირი აქცენტით აი მამლებელთა ჯგუფები რო ყავდათ ადრე საბჭოთა დროს და მე ვაკეთებდნენ ანონიმურ წერილებს უწერდნენ და ხალხს აპატიმრებდნენ და ხრეთ ხო დაახლოებით
რაღაც ესეთი ისენია, რომ ეს საბოტაჟი არის პირველთაობო ამას. აი რა არის საბოტაჟი? კონსტიტუციური პრინციპის წინააღმდეგ ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერება, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის გაჩენა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევა რუსეთის მხრიდან. აი ამ ყველაფერს საიმედო პარტნიორებთან დაშორება და ძალის დაკარგვა. აი ახლა თებერვლის დღეები იყო, ხო, გუშინ წინ. და ამ დღეებში რო ილაპარაკებ იმაზე რომ დასავლეთი ცუდია და ესე იგი რუსეთზე ხმას არ ამოიღებ პრაქტიკულად ხო აი წარმოიდგინეთ ახლა რა როგორი თავისუფლება თუ ვიზა ლიბერალიზაცია ასე აყენებს ქართული ოცნება საკითხს და სწორედ ასე სთავაზობს ამ თემას რა ვიცი საკუთარ ამომრჩეველს კი რა თქმა უნდა ეს აქვთ ჩემი აზრით თავიანთი მრჩევლებისგან რომ სწორედ აი ამგვარი საკითხის ესე დაყენება უნდა იყოს რომ ან ჩვენ ვართ აი სუვერენულები და ჩვენ ჩაგრავენ იმის გამო რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ტრადიციებს, ვიცავთ ქართულობას, რაც არის სრული სისულელე, ხო, ქართულობის დაცვა, შენი ქვეყნის დაცვა, შენი ტრადიციების დაცვა. ეს არის სწორედ იმ სივრცეში, სადაც განვითარება შეიძლება, სადაც თვითონ უხარია წასვლა, სადაც ძალიან უყვართ სიარული, რესტორნებიდან დაწყებული, მაღაზიებით დამთავრებული, წამოგორება, დასვენება, მზეზე მიფიცხება და უსაფრთხოების შეგრძნება და თავისუფლების შეგრძნება. და კარგი ხელფასი მოგწონს და კარგი პენსია. ეს უნდათ საქართველოში არცად გაქცევა ამ ხალხს არ უნდა, ეს გვინდა რომ ჩვენ ქვეყანაში შეიქმნას. და ეს არის ევროინტეგრაცია. ეს არის ამის აზრი და შინაარსი. დამოუკიდებლობა მაინც არ ვიპასუხეთ, იგეგმება თუ არა ოპოზიციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში? ეს ვერ გავიგებ კითხეთ თუ არა. როგორ გითხართ, ბევრი რამე დამოკიდებულია მოვლენებზე, რომელიც განვითარდება ჩვენ ხშირად გვაქვს ჩვენს კოლეგებთან პარტნიორებთან ურთიერთობა, რამდენიმეჯერ ვიყავი ბოლო პერიოდში, ეხლაც ვიყავი ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ რაც რომ და ძალიან მნიშვნელოვანია თუ კი იქნება უფრო სერიოზული გუნდი ოპოზიციური პარტიების, რომ ეს ალტერნატივა მართლაც არის საჭირო. ჩვენი მოსახლეობისთვის არის პირველ რიგში საჭირო და არა ამერიკელებისთვის, რომ ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ამორჩეველმა იცოდეს, რა იქნება მომავალში, როცა შეიცვლება ეს სისტემა, როცა შეიცვლება ეს ხელისუფლება და ეს კითხვის ნიშნები ბუნებრივია აქვს ჩვენს პარტნიორებსაც. შესაბამისად, ჯერჯერობით არაფერი არ იგეგმება, ჯერჯერობით იგეგმება ის, რომ უახლოეს პერიოდში მე დიდი იმედი მაქვს, რომ ესეთი უფრო სტრუქტურირებული ოპოზიციური გაერთიანება შედგება ძირითად პრინციპებზე შეთანხმებით, მათ შორის შეთანხმებით, როგორ უნდა იურთიერთონ ერთმანეთთან, წესებით, ურთიერთობის წესები და ეს ძალიან არ მოწონს, აშინებს, როგორც ხედავთ ამ რეაქციების გამო ქართულ ოცნებას და ალბათ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამას შეეწინააღმდეგოს აგერ რაღაცნაირად ეს გამოგდებულია კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ 37 წლის სტილში აგენტურის ამბავი, ანუ ეს ხალხი არიან დასავლეთის აგენტები, თვითონ მისი აგენტები არიან. კი პასუხობენ რომ ქართველი ხალხის აგენტები არიან, ალბათ ხო? არა, ასე არ არის. და ამაზე უნდა დაფიქრდნენ რა თეორიებს და რა ნარატივებს მადლობა ბატონო გიგი. მოგიშვიდით ცოტა ემოციურად ლაპარაკობ, მაგრამ ისეთი მომენტია და ესეთი პერიოდია, რომ ემოციურად უნდა ილაპარაკო. ამიტომ რაც შეეხება დავასრულოთ, ეხლა ოპოზიცია ერთმანეთთან საუბრობს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამას მხარს უჭერს, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილი, ვინც პროტესტს აგრძელებს და ასევე უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყანაში სადაც ყველა კვლევებით 80%-დან მეტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, რაღაც უნდა შეცვალო. ხალხის წინააღმდეგ წასვლა, მათინების წინააღმდეგ წასვლა ყოველთვის ცუდად ტარდება და ვერანაირი დაშინებით, ვერანაირი რეპრესიით, ვერანაირი ძალმომრევებით ამას ვერ გააკეთებ. მადლობა, გიგი წერეთელს, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე. თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ ბესიკ დონაძე, სანდრო ქევხიშვილი შემოგვიერთდებიან. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. როგორ იმუშავებს რეალურად ბრიტანული სანქციები, რომელიც
ტელეკომპანიას, სახელისუფლებო ტელეკომპანიას დაუწეს და ამ თემაზე ვაგრძელებთ გადაცემაში სტუმრებთან ერთად საუბარს. ბესიკი დონაძე, კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ქევხიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკორუფციული გუნდის უფროსი ანალიტიკოსი შემოგვერთა. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სხვა შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დღეს დეტალურად ჰქონდა ჩაშლილი თუ რის განხორციელებას ვერ შეძლებს ეს ორი კომპანია, შემდეგში ეს ყველაფერი როგორ აისახება, მაგრამ ბატონო ბესიკაი საუბრობდით იმაზე, რომ რადიო თავისუფლება ავრცელებს ხოლმე მგონი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დღეს ტელეკომპანია იმედში ქეშად დაარიგეს ხელფასები. ეს იყო თუ არა მოსალოდნელი? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ხო, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი საქართველოში ლიცენზირებული ბანკი აღარ ემსახურება. ძალიან მარტივია, მე პირადად შევამოწმე ზუსტად 24 საათში საქართველოს ბანკში, რომელი ანგარიშიც ჰქონდათ მითითებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებში. და მაშინვე იყო გაუქმებული და ხო, რა თქმა უნდა, საქართველოს ბანკი თუ არ მომსახურა, TBS ბანკი არ მოემსახურება და ზოგადად არც ერთი ბანკი ქართულს არ მოემსახურა და არც ლიბერტი არ მოემსახურა. თუმცა თურნავას განცხადების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლებელია თურნავას განცხადება დაევალებინათ. თურნავას განცხადება იყო უბრალოდ განცხადებისთვის, რომ გამოსულიყო და იმედის თანამშრომლები და პოსტივის თანამშრომლები დაემშვიდებინა. თურნავას მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები გვახსოვს მე მგონი, ხო, ფარცხალაძის მემართებაში და იმუშავა, ვერ იმუშავა რეალურად. ერთადერთი რაც საქართველოს ბანკს განმარტება არ გაუკეთებია, ეს არის მასთან გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხის გატანის უფლება მისცა, თუ რომელიმე ბანკში გადარიცხვის უფლება მისცა და შემდეგ იქიდან უკვე გაიტანეს ქეშზე ის თანხა, რაც იყო. ან შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო, არა აქვს ამას მნიშვნელობა, უბრალოდ უნდა გითხრას საქართველოს ბანკმა რა ეტაპიდან ანუ როგორ დაიწყო სანქციების აღსრულება. ის თანხა გაუყინა, რაც ჰქონდათ ანგარიშზე, მისცა გატანის უფლება ქეშად და ის ფული დაარიგეს ახლა ხელფასებში. თუ მისცა უფლება გადაერიცხა მაგალითად ქართულ ბანკში და შემდეგ უკვე საქართველოს ბანკმა არც უნდა იცოდეს ქართულ ბანკიდან საწავა ის თანხა, ხო, სხვა ბანკია და ამით დამთავრდება. აი ეს რაღაცა ესე ვთქვათ არასაჯარო ინფორმაციებიც აუცილებლად უნდა გახდეს საჯარო, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდეს, როგორ მიმდინარეობს სანქციების ვალდებულება კომერციულ ბანკს არა აქვს, როგორ მიმდინარეობს აღსრულება, ამის მონიტორინგს ვინ გაუწევს, ამას დაგიბრუნდებით რა. გადავალ აუცილებლად სანდროსთან. სანდრო, ნახეთ, დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობას ჰქონდა ესე ჩამოყალიბებული ფაქტობრივად, პუნქტობრივად, რომ გაეყინებათ ანგარიშებით და ანგარიშებზე არსებული თანხები ქართულ ბანკებში ვერ მიიღებენ ვერანაირ შემოსავალს, მათ შორის შემოსავალს რეკლამიდან. რეკლამის ან შემოსავლის ნებისმიერი მიმცემი ბიზნეს თუ სახელმწიფო დაწესებულება მეორადი სანქციების რისკის ქვეშ დადგება. ვერ გასცემენ ხელფასებს თანამშრომლებზე და ახლა ვიგებთ ინფორმაცია ზოგადადაც ხომ საქართველოს პატარა ქვეყანა თბილისი კიდევ მით უმეტეს სფერო ჟურნალისტიკა კიდევ უფრო ვიწრო და ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თებერვლის ხელფასები უკვე დაარიგეს ქეშად. თქვენ ამბობდით აქ, რომ ვერ აიღებენ ხელფასს. ვერ დაარიგებენ ხელფასს საბანკო. ნახეთ როგორი ამბავია. ვერ დაარიგებენ ხელფასს, ვერ მიიღებენ რეკლამის საფასურს და ასე შემდეგ. სხვა ტიპის შემოსავალს ვერ აიღებენ. ყველა ამ შეზღუდვის გარკვეული გვერდის სწავლის საშუალება შეიძლება მოიძებნოს, მაგალითად ქეშზე გადასვლით, თუმცა ეს რას ნიშნავს, რომ ეს ნიშნავს, რომ სანქცია ირღვევა. სანქციის დარღვევა ქეშზე ხელფასის გაცემით ბრიტანული სანქცია ირღვევა. აი რა ნაწილში ირღვევა? დიახ. იმიტომ რომ ანუ ბრიტანეთის სანქციის მიზანი რა არის? ბრიტანეთის სანქციის მიზანი არის, რომ ესე იგი იმედი და პოსტივი, როგორც რუსული საინფორმაციო ომის მონაწილე აქტორები, მათი ფინანსური შეზღუდვით მოხდეს, ანუ საქმიანობის შეჩერება. რეალური მიზანი არის ეს. ამიტომ ნებისმიერი საშუალება, რასაც ეს კომპანიები ან სხვები მოიმოქმედებენ, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება მოიმოქმედებს, რომ გადაარჩინოს ეს მედია საშუალებები, ბრიტანეთის მთავრობის და ბრიტანეთის მთავრობის შესაბამისი უწყებების მიერ აღქმული იქნება როგორც
აი ესე აპირებენ გვერდისავლას? კი ბატონო, ესენი მოვახვედროთ სანქციების შემდეგ ტალღაში. ხო ხდებით? ანუ ასე მუშაობს ყველა სანქციის პრინციპი ოლიგარქებიდან რუსული პროპაგანდის დამთავრებული. თუ ბრიტანეთის მთავრობისთვის ცნობილი გახდება, რომ აი იმედის ბანკის ჩამოყალიბებამდე ხელფასების გაცემა ხდება თანამშრომლებზე ქეშის სახით, ამ შემთხვევაში რა ტიპის სანქციები და შეიძლება შემოვიდეს და ვინ შეიძლება ამ სანქციების ქვეშ მოყვეს? ანუ თუ მანამდე იურიდიული პირების დასანქცირება ვიხილეთ, ახლა შესაძლებელია კონკრეტული ფიზიკური პირების დასანქცირების საკითხი დადგეს დღის წესრიგში? რა თქმა უნდა, კი. ანუ აქ ნახეთ, აქ გროვდება ინფორმაცია, პროცედურა ესეთია. გროვდება ინფორმაცია, რა სქემით ხდება სანქციის გვერდის არიდება. ეს თუ არის ქეში, საიდან არის ეს ფული? ვის მიაქვს იმედში ფული? ვინ აგრძელებს ამას? ეს არის კომპანიებისგან, რომლებიც თქვათ ქეშად მიაქვთ რეკლამის ფული თუ აი როგორ ხდება? ამის გარკვევა თქვენ თვითონ ახსენეთ, საქართველოს პატარა ქვეყანა, ეს არ დაიმალება, გამჟღავნდება, ასევე რა თქმა უნდა, იმედი, რადგან გამოცხადდა რუსული საინფორმაციო ომის ნაწილად ის მოხვდა გლობალურ რადარზე, ყველასი ვინც კი ებრძვის რუსეთს, მათ შორის გამომძებელი ჟურნალისტების და ანუ ეს ინფორმაცია იქნება დაკვირვების საგანი. შეგროვდება ინფორმაცია, მოხვდება ისევ ბრიტანეთის მთავრობის ხელში და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, ხო? ანუ ასე მუშაობს ეს სანქცია არ არის რომ ერთხელ დასანქცირდა და შემდეგ მოსჩა. ანუ ეს არის დაკვირვების პროცესი. ბრიტანეთის მთავრობას აქვს მის мотиваცია, რომ თავის საკუთარი სანქციები, ანუ ეს მექანიზმი დარჩეს მძლავრ მექანიზმად. ხო ხდებით? ანუ ამიტომ ამას აქცევენ. ბატონ ბესიკს დაუბრუნდები და შემდეგ ისე თქვენთან გადმოვალ ის რომ რამდენიმე თვე აი ამ ფულის მოძრაობის თვალსაზრისით იმედს ექნება პრობლემური, მოდი ასე ვთქვათ, ეს მათი განცხადებიდანაც ჩანდა, ხა წინააღმდეგ შემთხვევაში აბა რას ემსახურება საკუთარი ბანკის შექმნის ანონსი, ანუ რა მოლოდინი გაქვთ საბოლოო ჯამში ეს ტიპიური კლასიკური ბანკი შეიძლება მივიღოთ თუ რაღაცა ეს ქეშად ხელფასის გამცემი პუნქტის ნაცვლად რაღაცა უფრო ისეთი ცივილური დაწესებულება, სადაც ფულის დათვლა ასე არ მოხდება ბანკნოტებად და შესაძლებელი რაღაც საკუთარი ბარათები ქონდეთ, რომლითაც ისარგებლებენ და მიიღებენ კუთვნილ თანხას. აი, ერთადერთი რაც ახლა იმედს შეუძლია, რომ დაანონსა ბანკს გავაკეთებთო, რომ იყიდონ დიდი შენობა და უბრალოდ გარედან დააწერონ, რომ არის ბანკი. სხვას ვერაფერს ვერ გააკეთებენ. აი, მაგალითად, თურნავას გააცემინეს ლიცენზია. ხო? ნუ აი, 50 მილიონი იშოვეს. რა შოვნა უნდა ხა რაც არ უჭერთ ფული არის, ხო? კაპიტალი კი იმედის თანამშრომლები და რაღაც ფულს აჩვენებენ საქართველოს მოქალაქეებს, როგორი ისინი არიან. დიდრები არის. ახლა ხუმრობთ თუ მართლა დადიან და აჩვენებენ. ნახეთ Facebook-ზე შეხედეთ აი. არა, მე კი ვნახე, მაგრამ არ დავიჯერე სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ აი არ ვიცი. მონტაჟი იყო მეგონა. დავუჯერეთ თქვენ თვალებს. რაც ნახეთ ეგ არის. ახლა ნახეთ რა როგორი მდგომარეობა არის. ბანკს ჭირდება გარკვეული დოკუმენტაცია. ეს დოკუმენტაცია რომს გასცეს თურნავა. ამათმაც რომ ბანკი დაარსონ თავისი კაპიტალით იმ 50 მილიონს კიდე ზევიდან 100 მილიონი დაუმატონ და შემდეგ რა ხდება? გადარიცხვები როგორ ხდება? ის აპლიკაცია ლარში შიდა გადარიცხვები ქომულია გიორგი არა ჩვენ ქართული აპლიკაცია გვაქვს რამე? გადარიცხვის აი ტელეფონში რა აპლიკაცია გვაქვს როგორ რიცხვი? რა თქმა უნდა. ეს TBC-ის აპლიკაცია როგორ ფუნქციონირებს? ის არის უყველა ამერიკული და ევროპული აპლიკაციები, Google-ის აპლიკაციებია და შესაბამისად მაგ აპლიკაციებზეა მიბმული ბანკები და იმიტომ არის რომ მობილურით ესე ციფრულად ახორციელებ რაღაც გარკვეულ გადასახადებს. და ამ გადასახადებიდან ჩახსნა ბრიტანულმა სანქციებმა და ახლა როგორ ფიქრობთ ამ საკუთარ ისევ მიაბავს იმედის ბანკი რო იქნება რამე და იმედთან რო ითანამშრომლებს სანქცია მუშაობს ძალიან მარტივად რომ აუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს ტელეიმედთან ვინც ითანამშრომლებს ნებისმიერი სახით პირდაპირ არაპირდაპირ მესამე კომპანიით გვერდისავლით ნაღდი ფულის მიტანით ანუ ნაღდი ფული ხო ვიღაცამ ხო უნდა მიიტანოს იმედში და რომ უნდა მიიტანოს რაღაცის საფასურად ხო უნდა მიიტანოს და თუ მიიტანს რომ რეკლამა უნდა გავიდეს ის რეკლამა ტელევიზორში ჩვენ ხო უნდა ვნახოთ
შესაბამისად, როგორ ფიქრობთ ახლა ბრიტანეთის მთავრობამ სანქცია დაადო? შემოწირულობას დაარქმევენ და რის შემოწირულობას არ ვიცი დახმარება, საი ხომ არიან შემოწირულობები არსებობს, გახსნილი ანგარიშები სხვადასხვა ტელეკომპანიის გადასარჩენად. მაგალითად გამოაცხადებენ ანგარიშს იმედის გადასარჩენად და რა ვიცი ძალიან კარგი. ანგარიში როგორ გამოაცხადებენ? ანგარიში ვერ გამოაცხადებენ. მიმღებ პუნქტს ბოდიში. ახლა მიჩვეული ვარ ანგარიშს. ხო, გასაგებია, მაგრამ ფულის მიმღები პუნქტი იმედის გადასარჩენად. გასაგებია, მაგრამ ამ რეჟიმში რამდენი ხანს გაგრძელდება? აი ამ რეჟიმში დაახლოებით როგორ გონიათ რამდენი დაჭირდება ყოველ თვე იმედს ფუნქციონირებისთვის? მე თქვა გია ხუხაშვილმა, რომ მათი ბიუჯეტი თუ არ ვწდები დაახლოებით 150 მილიონი ლარის ფარგლებში. და როგორ ფიქრობთ, ახლა 150 მილიონის მიტანა როგორ იქნება ყოველ თვე ქეშის სახით? დაახლოებით ალბათ რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი დაჭირდება. რამდენ ადამიანზე უნდა გადანაწილდეს ეს თანხა? ნახეთ, რა არის ეს შეუძლებელი, შეიძლება თქვას, რომ შეუძლებელი არაფერია. კი ბატონო, ერთი თვე მიიტანენ 150 მილიონს, მეორე თვე მიიტანენ 150 მილიონს, გასაგებია. ანუ რეკლამა არ გავა, არანაირი კომერციული დატვირთვა ამ ორგანიზაციას არ იქნება და საბოლოო ჯამში მივლენ იქამდე, რომ წყლის დისპენსერსაც ვეღარ იყიდეს უკვე საბოლოო, იმიტომ რომ ეს სანქცია ამ სანქციას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ იმედი, როგორც რუსეთის მხარეს მდგომი ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის საომარ მოქმედებებში ეხმარება მისი პროპაგანდით, ეს პროპაგანდა უნდა გაჩუმდეს. არის ძალიან მარტივი. ხო, იმიტომ რომ იმედი არის რუსეთის მხარეს, ბრიტანეთი არის უკრაინის მხარეს. ამიტომ დაასანქცირა. შესაბამისად ითვალისწინებს ეს სანქციების შემდეგ რამეს, რომ მასთან მოთანამშრომლე ნებისმიერი ფიზიკური პირი თუ იურიდიული პირი დასანქცირდება. მაგალითად, დღეს მაგთიმ, ასე ვთქვათ, გაავრცელა ოფიციალურად, რომ მე მართალია თანხას ეს ასე ვთქვათ, არაფინანსური ურთიერთობა არისო, რადგან არის საერთო ეროვნული მაუწყებელი, ანუ ჩემს ჩამონათვალში პლატფორმაზე ვალდებული ვარ საქართველოს კანონმდებლობით, რომ მაუწყებლობა გავაშვი. კი ბატონო, ეს გასაგებია. ინტერნეტის ვალდებულება არის? სილკნეტი, მაგთიკომი, ასევე დელტაკომი, ინტერნეტ პროვაიდერები. ეს ინტერნეტ პროვაიდერები ვერ ითანამშრომლებენ იმედთან. ძალიან მარტივია. ფაქტია, რომ იმედს ინტერნეტი ამ წუთებში მიეწოდება, ხო? კი, გასაგებია, მათი სერვისებიც, სერვერებიც ფუნქციონირებს, მათი ვებგვერდიც ფუნქციონირებს. ნახეთ, იმედი ესე ხელდაკრეფილი ხო არ იქნება, ანუ ის შეეცდება, რომ რაღაცებს თავი არიდოს. ხო, და მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი ჩანაცვლებადია. მაგრამ ნახეთ, ყველაფერი ჩანაცვლებადი არ არის. ნახეთ, ინტერნეტ პროვაიდერებიდან ჩვენ გვჭირდება საქართველოს მოქალაქეებს პასუხი როგორ აპირებენ სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას. გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნეტ პროვაიდერები რომ მოექცნენ ბრიტანული სანქციების ქვეშ, საქართველო ფაქტობრივად დროში გაიყენება. ბიზნესის 90% იყენებს ინტერნეტს, ეს იქნება სამედიცინო მომსახურება, ეს იქნება განათლება, რეალურია, რაზეც თქვენ რამდენიმე დღეა საუბრობთ, იმიტომ რომ გაკრიტიკებენ სოციალურ ქსელში და გეუბნებიან, რომ რაღაცა ცრუ პანიკას თესავთ და კიდევ რაღაცა გააზვიადოთ ეს. არაფერს არ ვაზვიადებ. საფრთხე და პრობლემა. მოდი თქვენ აგიხსნით მაშინ ძალიან მარტივად. ინტერნეტ პროვაიდერი აწვდის ინტერნეტს ტელეიმედს. ტელეიმედი ფულს როგორ უხდის ინტერნეტ პროვაიდერს. სამი თვე ვერ გადაუხდის იმ მოლოდინს, რომ სამი თვის შემდეგ რაღაცა მოკლედ თავის ბანკს შექმნის და ასევე ფინანსური სანქციებში წერია, რომ არ უნდა კონდეთ ფინანსური ურთიერთობა. როდესაც ინტერნეტს ყიდულობ ტელეიმედი ინტერნეტს ყიდულობს პროვაიდერისგან, არის თუ არა ეს ფინანსური ურთიერთობა? რა თქმა უნდა. ფინანსურ ურთიერთობაში შესული არის თუ არა მაღალი რისკი იმის, რომ შეიძლება სანქცირებაში მოყვეს? არა მხოლოდ ინტერნეტ პროვაიდერი, ხომ დარწმუნებული ვარ, რომ იქ თანამშრომლები სადაზღვევო პაკეტებით სარგებლობენ, კონკრეტული სადაზღვევო კომპანიაც ცნობილია, რას აპირებს, ის აპირებს თუ არა. ეგ კიდე ადვილად მოსაგვარებელია, იმიტომ რომ თანამშრომლები გამოვლენ კორპორატიული დაზღვევიდან და ყველა სათითაოდ როგორც ფიზიკური პირი ისე დაეზღვევა და ეგ პრობლემა მოხსნილია, ხო? ან მაგალითად არის ნებისმიერი სადაზღვევო კომპანია, ეს იქნება ავტომობილები, ეს იქნება ადამიანი, დაზღვეული ვინც ყავთ, გამოვლენ, ანუ კორპორატიულს დაარღვევენ, ცალკე შეიკრიბებიან და ცალკე კიდე დაიზღვევენ კორპორატიული. გაცილებით უფრო. კი, მაგრამ 20 კაცი დაეზღვევა ერთად და იმასაც დაერქმევა კორპორატიული, უბრალოდ აღარ იქნება სახელი ტელეიმედი და დამთავრდა. კარგი, დაგიბრუნდეთ. ეს კიდე შესაძლებელია, ოღონდ ინტერნეტთან დაკავშირებით, აი მაგთის განცხადება იყო, ოღონდ მაგთიმ მის განცხადებაში სიტყვა ინტერნეტ მომსახურების მიწოდება არ ახსენა.
აი როგორ შეიძლება აუაროს როგორც ინტერნეტის მიმღებმა ისე მიმწოდებელმა ამ რეგულაციას თავი ხო ამაზე გადმოვალ აუცილებლად სანდროსთან მინდა ისევ დავბრუნდე აი ამ ჩამონათვალში წერია რომ წარმოიშობა ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების გამოძიების საფუძველი თანამშრომლების გაუჭირდება ცესხის აღება და შესაძლოა საერთოდ უარი ეთქვათ საბანკო მომსახურებაზე აი ეს ძალიან საინტერესოა ესე იდენტიფიცირება მოხდება კონკრეტული თანამშრომლებისა არა ნახეთ აი ჩვენი საბანკო სისტემა არის დასავლური საბანკო სისტემის ნაწილი და ეს რას ნიშნავს ისინი იყენებენ ვალდებულნი არიან იგივე პროცედურები გამოიყენონ რაც ხდება დასავლეთში მათ შორის კლიენტთან ურთიერთობის დროს თქვენ რომ ცესხი თუ აგიღიათ ოდესმე ცესხი ბანკი გეკითხებათ რა არის თქვენი ხელფასი მომეცი მთელი რაღაც 1 წლის შენი ხელფასის ისინი მონაწერები ისინი გეკითხებიან სად მუშაობ გეკითხებიან საიდან გაქვს შემოსავალი შენ რომ მიიტანო ბანკში ქეში აი ესე დღეს რომ დაარიგეს ეს კონვერტი რომ მიიტანო დაუდო ბანკის და უთხრა რომ მე მინდა სესხი ის შეგეკითხება სად მუშაობ საიდან ეს ფული წარმომავლობას კითხავენ ისინი ვალდებულნი არიან ეს გააკეთონ იმიტომ რომ სხვა თუ ეს ამას მასიურად დაარღვევენ ამ შემთხვევაში კითხვები დაისმება ესე იგი ფინანსური სისტემის სხვა წარმომადგენლებისგან სხვა ბანკებისგან რომლებიც გარეშეც ჩვენი ბანკები ვერაფერს ვერ გააკეთებენ ამიტომ ეს ქეშის აღებული იმედის თანამშრომლები თქვათ რამდენიმე თვე იღებენ ქეშად ხელფასს რომ წავლენ ბანკში როგორც ფიზიკური პირები რომ მე მინდა ბანკის მომსახურება რაღაც სერვისები ბანკი როგორც მინიმუმ დიდი ბანკები საქართველოში ორი დიდი ბანკი თუმცა შეიძლება სხვაებიც ისინი უარს ეთყვიან მათ სესხის გაცემაზე ყველა ვარიანტში თუმცა შეიძლება მომსახურებაც კი ანუ არ უღირს რეალურად ბანკებს აი თქვენ ამბობთ რომ თქვენ მე დასვით კითხვა რამდენად რეალურიაო და აი თავარი არგუმენტი იმისა თუ რამდენად რეალურია რომ ეს მოხდება არის ის რომ ქართულ ბანკმა უარი თქვა იმედის მომსახურებაზე ხო ხვდებით ანუ ქართულ ბანკიც კი რომელსაც არ არის დიდი ბანკი საქართველოში საკმაოდ მცირე ბანკია თან ბიძინა ივანიშვილის ბანკია თან რა ვიცი ეროვნულ ბანკს პოლიტიკური ზეგავლენის გამო სავარაუდოდ ქართულ ბანკს იმდენად არ მიპრესავენ მოდი ასე ვთქვათ მანაც კი უარი თქვა ეს იმდენად სერიოზული ამბავია ამიტომ ყველა ეს შეზღუდვა ტრანზაქციებზე რაც ჩვენ ჩამოვწერეთ ძალიან რეალურია და ნუ აქ უბრალოდ მეორე საკითხი შემოდის ნახეთ რა თქმა უნდა კითხვა ისმება იმედი გაჩერდება თუ არა ნუ როგორც ჩანს ნუ ეს არის ხომ მთავარი კითხვა იმედი შეიძლება არ გაჩერდეს იმიტომ რომ რეალურად ქართული ოცნება მთელი მისი რესურსითა და ვთქვათ პოლიტიკური გავლენით შეეცდება ამ ბრენდის გადარჩენას როგორც კი ბატონო ეს შესაძლებელია თუმცა მაშინ რამიზანი ქონდა ამ სანქციებს ხო ნახეთ არსებობაზე ხო არ არის აქ არის რამდენად ეფექტური იქნება პროპაგანდა რომელიც იწარმოება რეალურად კოჭლი და სულ უფრო შესუსტებადი ესე იგი ტელევიზიის მიერ ხო ანუ რაც დრო გავა მით უფრო გაურთულდება ამ ორგანიზაციას პროპაგანდის გავრცელება მათ გაურთულდებათ მოზიდვა იმ ხალხის ვინც მანამდე იყო ფულის გამო იქ ანუ ის მაღალი ხელფასები რასაც იღებდნენ და ის 70 და 100 მილიონები რაც თუმცა განცხადებაში იყო ნათქვამი რომ უკვე გააზრდილი ხელფასები დაურიგეს და თუმცა მოდი ასე ვთქვათ მე პირადად ეჭვმეპარება რომ ფულის გამო პროპაგანდისში ჩართული ადამიანები რაღაც გამოიჩენენ ძალიან ისეთ სიმტკიცეს და ფულის გარეშე დარჩებიან პრინციპულობას და დარჩებიან დიდი ხანი ხო ამიტომ მათ ექნებათ ამ ეგრეთ წოდებული ტალანტის მოზიდვის ესე იგი პრობლემაც ექნებათ და ხო რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არის ის რომ ვთქვათ იმედის შემთხვევაში აი ეს ტაქტიკა რომ მოდი გავართოთ მოსახლეობა ამ დასავლური კარგი გასართობი პროგრამებით და სერიალებით და ამ დროს ჩაუფინოთ პრორუსული და ანტიდასავლური მესიჯები აი ამ გართობის ელემენტით შეუსუსტდებათ იმიტომ რომ ისინი ვერ შეძლებენ იმ თავარი გასართობი პროგრამების გაგრძელებას კი ბატონო ბასოსთან გადავალ აი აქ ამ სტუდიაში ცოტა ხნის წინ მოვისმინე რომ რეალურად ყველაფერი ჩანაცვლებადია რომ
მანამ სანამ იმედს და პოზიტივის დაუწესებდნენ ბრიტანულ სანქციებს რუსეთში, მათ შორის მედიებზე და კომერციულ ორგანიზაციებზე გავრცელებულია ევროკავშირის სანქციებიც ბრიტანულის, მაგრამ მათ მოახერხეს რომ ჯერ რომ რაღაცა მთელი ერის კონსოლიდაცია მოეხდინათ და ეს ფულის ფინანსური ნაკადების მოძრაობაც რაღაცა უზრუნվել ეყოთ, მაგრამ იცით რა არის ძალიან საინტერესო, შესაძლებელია თუ არა იგივე კოლ-ცენტრების სქემა იქნას გამოყენებული. ხო ვიცით რომ კოლ-ცენტრებშიც მოძრაობს რაღაცა გზებით, ხო? ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული. ძალიან მძიმე დანაშაულია ასეთი საქმიანობის წარმოება, მით უმეტეს ხდება მოქალაქეების მოტყუების და მათგან მოტყუებით თანხების მოზიდვის საფუძველზე. მანქანს არ არსებობს ფინანსური ტრანზაქციები და ტრიალებს ფული. შესაძლებელია თუ ონლაინ კაზინოების სქემა, კოლ-ცენტრების სქემა, კრიპტოვალუტების ბრუნვის სქემა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად რაღაცა დამალონ ფულის მოძრაობა დასანქცირებულ მედიებში. ნახეთ კოლ-ცენტრების ტრანზაქციებსაც საბოლოო ჯამში ვერ მალავენ, იმიტომ რომ ის ფულიც უნდა მოხდეს საბანკო ანგარიშზე. კოლ-ცენტრებიც ბანკით მუშაობს. ოღონდ კოლ-ცენტრებში რა არის, იცით, მთავარი დანაშაული, მთავარი დანაშაული, რომ რეალური ფული არსებობს და უბრალოდ ერთი ოპერატორი თაღლითური გზით მისი ნებით ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე არიცხინებს თანხას. ეს არის კოლ-ცენტრის მუშაობის პრინციპი. ხო, ანუ თაღლითური გზით მოატყუა და ფული წაართვა. იმედთან მიმართებაში კოლ-ცენტრები ვერ იქნება მაგალითი. იმიტომ რომ ეს არის საერთოდ სხვა მოცემულობა. ეს არის სანქცირება. ეს არის ისეთი კომპანია, რომელთანაც ურთიერთობა, მასთან ფინანსური ურთიერთობა ეკრძალება ყველას და ვინც, ანუ კი არ გიშლიან, რომ ურთიერთობა არ კონდეს. კონდეს ურთიერთობა, ოღონდ უნდა იცოდე, რომ შენ თუ იმედთან გექნება ურთიერთობა, შენც გახდები ფინანსური, ასე ვთქვათ, წნეხის ობიექტი, ხო? შეგიჩერდება ანგარიშები და, ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის რეპუტაციული ზიანი, ხო? როგორც ჩანს, ეს ყველაზე ნაკლებად აწუხებთ. არა, არ აწუხებთ ნაკლებად, ეგ ყველაზე მეტად აწუხებთ, იმიტომ რომ ფულს რაღაცნაირად იშოვიან და რაღაცა ესე ქეში დაარიგებენ კონვერტებით, რეპუტაციული ზიანი აწუხებს. ეხლა ნახეთ, სანქცირებული კომპანია, სადაც ფულის გაცემა არის ქეშით, ეგრეთ წოდებულით და აკეთებს რაღაც პროექტს და რომელიღაცა მომღერალს ეუბნება, რომ წამოდი ახლა შენ ჩვენთან და იმღერე სანქცირებულ კომპანიაში, ოღონდ ხელფას ჩვენ მოგცემ ქეშით. აი ამ პირობის შესრულება რამდენად არის? ანუ საზოგადოება არის ახლა აქ მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს ეს იმედის სანქციები ძალიან სერიოზულად. ოღონდ ეს იმედის სანქციები მარტო ორი ტელეკომპანიის დასანქცირება არ არის. ამ ორ ტელეკომპანიასთან ვინც ითანამშრომლებს, ის კომპანიები სანქცირდებიან და ეს კომპანიები არის, რომლებიც საქართველოში რაღაც გარკვეულ დოვლას ქმნის. ეს მოწოდება მოვისმინეთ უკვე მეორედ პრემიერის, რომელმაც თქვა, რომ მოუწოდა კომერციულ ასევე სამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ითანამშრომლონ ამ ორ დასანქცირებულ. სამთავრობო ორგანიზაციები როგორ ითანამშრომლობენ? მოდი ეგ სქემაც მოდი გავიაროთ. ძალიან საინტერესოა, ხო. მოდი ეგ სქემაც გავიაროთ. სახელმწიფო ორგანიზაციების ფული დევს ხაზინაში. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ წალენჯიხის მერია ხაზინიდან ქეშად გამოიტანს რაღაცა 10,000 ლარს, ჩამოუტანს მერე ტელეკომპანია იმედს და ანუ გამოდის რომ რაღაცა ნაღდი ფულის ბრუნვა დაბრუნდა. ოღონდ შემდეგ ეხა ეს სახელმწიფო ფული რო არის, ამას ცალკე აღრიცხვა ჭირდება, ამას ჭირდება შემდეგ უწყისები, საგადასახადოში, ანუ ისაკითხი ძალიან საინტერესოა. ვერ დალაგდება ესე მარტივად რა. შემოსავლები, ანუ არ ვიცი, თანამშრომლებმა ქეშად მიღებული შემოსავლის ბარათზე გადატანა რომ მოუნდეთ, ეს რაღაცნაირად ვალდებულება ექმნებათ, რომ ამ შემოსავლების წარმომავლობა დაადასტურონ, ანუ ესე შეიძლება გახდეს მიზეზი მათ მიმართ ფულის გათეთრების. არსებობს თანხა, რომელსაც ფულადი ერთეული, რომელსაც არ აქვს წარმომავლობა? გინახავთ ეგეთი ფული? რა ვიცი, არა. ჩემს ხელში არ გაუვლია. ყველა ფულს აქვს წარმომავლობა. არ გაუვლია. ყველა ფულს აქვს წარმომავლობა. ამ ფულის წარმომავლობას აქვს ორი მიმართულება: კანონიერი და უკანონო. შესაბამისად, როდესაც შენს ანგარიშზე
აი თქვენ ანგარიშს ეხლა რო ავდგეთ და შევიტანოთ მაგალითად $100,000. თქვენ მოგიწევთ იმის დამტკიცებას, რომ ეს $100,000 საიდან აღმოჩნდა თქვენს ანგარიშზე. სახლში რომ გიპოვონ $100,000, მოგიწევთ დასაბუთებას, საიდან გაქვთ ეს $100,000. ანუ ეს არის ფულის ნაკადების კონტროლი, კანონიერი, უკანონო კი არა, კანონიერი. შესაბამისად, ყველა ის თანამშრომელი, ხა იმედის თანამშრომლებს რა თქმა უნდა საბანკო ანგარიშები დარჩებათ. თუ იმ საბანკო ანგარიშზე ვინმე ხელფას, ანუ კონვერტით კი არ მიუტანს, მაგალითად ფიზიკური პირი ჩაურიცხავს კონკრეტულ ბარათზე თანხას. ეს თანხა ვერ იქნება ხელფასი, ანუ კრედიტ უნარო გახდა ეს თანამშრომელი, იმიტომ რომ ბანკი ფიზიკური პირის ჩარიცხვებს როგორი სისტემატიურიც არ უნდა იყოს, ვერ მიიღებს როგორც სახელფასო შემოსავალი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა კი ბატონო სულხან თამაზაშვილი ყოფილი სამართალდამცავი ის წერს რომ საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული მაქვს ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბრის თვიდანო ვიცით რომ 19 დეკემბერს დაასანქცირა ის ბრიტანეთმა სხვა ქართველ მაღალჩინოსნებთან ერთად ანუ მაგრამ ხელფას ვიღებო? ხო, მაგდენი არ უთქვამს ხელფას იღებს და რამდენს იღებს და როგორ იღებს, მაგდენი არ უთქვამს, მაგრამ ნუ თქვა რომ აგერ შეზღუდული მოხდა, მაგრამ ხო ცხოვრობს. თქვენთან გავაგზავნებ სანქცია არ ნიშნავს ადამიანის სიკვდილს მარტივად. ეს არის ძალიან მძლავრი მექანიზმი, იმისთვის რომ შეასუსტო. ხო, ნუ ფაქტია. შეასუსტო, თუ როცა კომპანიას სანქციებს, შეასუსტო ის. ამიტომ ეს არის მიზანი, ხო და მე ვეთანხმები ბესოს იმაში რომ სანქცია, მოგეთ, ნახეთ, სანქციამდე ვინმე საუბრობდა იმედის შესუსტებაზე? ვინმე საუბრობდა, რომ იმედს რამე მოუხერხებთ თანაც შემდეგ, ხო? თუმცა ის რეალობა, რომ ის პროპაგანდის ნაწილია, ყველამ იცოდა და ეხლა ანუ სანქციით რეალურად ბრიტანეთმა გააჩინა ის ინსტრუმენტი და მექანიზმი, რითიც გრძელვადიანად შესაძლებელი არის იმედის, ანუ ქართული ოცნების პროპაგანდის შესუსტებაზე მუშაობა, ხო? და ანუ ეს თავისთავად უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ის არის და ასევე ძალიან ერთი თქვა მინდოდა რომ ეს უნდა იყოს ასევე მესიჯი სხვა ქართული ოცნების პროპაგანდის წყაროებისათვის რომ არ არის ეს ხუმრობა ნახეთ ანუ იქ იყო გამოთქმული მოსაზრებები რომ სიტყვის თავისუფლება და დასავლეთში ესეც საკმაოდ ცინიკური მიდგომაა ხო ანუ დასავლეთში ესე იგი იქ რო იცავენ სიტყვის თავისუფლებას და კანონის უზენაესობას ეს გვინდა და საქართველოში ეს არ გვინდა თურმე ანუ და ანუ არ მუშაობს ასე ხო თუ შენ ხარ ანტიდემოკრატიული ანტიდასავლური და პრორუსული მიმართულების ძალა შენ თუ არაფრად აგდებ ამ წესებს მაშინ დასავლეთს აქვს ის ბერკეტები რომ შენ პასუხი გაქცეს ხო შენ თუ ეხმარები რუსეთს იქ ახლა ადამიანის უფლებები და უსვეთ სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება შენი ფარი ხო როდესაც შენ ხარ ღიად პრორუსული ამ სხვა მაუწყებლებმაც უნდა გაიცვალოს ვიდრე ბატონ ბესიკთან გადავალ კიდევ რომ ჩამოთვალოთ კიდევ რა ასე ვთქვათ პრობლემები შეიძლება შეუქმნას ამ სანქციებმა ამ ორ ტელეკომპანიას კი ხო ნუ აქ არის ესე იგი თქვით საბანკო მომსახურების დაბლოკვაზე აქ ერთი მის თქმა მინდოდა რომ ნათია თურნავას განცხადება ჯერ ჩვენ ირიბად გავიგეთ იმიტომ რომ იმედმა თქვა მისი სათქმელი ის რეალურად არ მოუწოდებდა იმას რომ დაარღვიეთ სანქციებიო ბანკებს ის პირიქით მოუწოდებდა რომ დაიცავითო რატომ გაიგეთ თქვენ აი მან თქვა რომ თუ არის წინააღმდეგობა ესე იგი საერთაშორისო რეგულაციებსა და ჩვენ ადგილობრივ რეგულაციებს შორის მაშინ ადგილობრივს დაემორჩილეთო არანაირი წინააღმდეგობა არ არის ეროვნულ ბანკს აქვს გამოცემული რამდენიმე წლის წინ ბრძანება, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ყველა ქართული ბანკი უნდა დაემორჩილოს ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან კონკრეტულად. შემდეგ ეს იყო ამ ბრძანებაში ჩაწერეს გამონაკლისი ფარცხალაძეზე, თუმცა ეს იყო კონკრეტულად ფიზიკურ პირზე. კომპანიას არ ეხება საერთოდ ეს გამონაკლისი. ამიტომ ნათია თურნავას თუ დაუჯერებთ, რეალურად მან მოუწოდა ქართულ ბანკებს რომ დაემორჩილონ არსებული რეგულაციები მოითხოვს ზუსტად ამ აღსრულებას. ხო, აი ვერ მიიღებენ ვერანაირ სხვა დაფინანსებას, რა იგულისხმება ამ დაფინანსებაში, ვერ გაყიდიან ან გააქირავებენ ქონებას, ვერ იყიდიან ან იქირავებენ ტექნიკას, დაკარგავენ დასავლური გასართობი გადაცემების გამოყენების ლიცენზიას, ვეღარ შეძლებენ უცხოური სერიალების ტრანსლირების უფლებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი ამის გაკეთება მათ მოუწევთ ძალიან შავი და ესე იგი დაფარული გზით
იმიტომ რომ როგორც კი გამოჩნდება რომ მათ რაღაცნაირად მოახერხეს აი ამ ესე იგი ვთქვათ ახალი ტექნიკის შესყიდვა, ვთქვათ იქ ვთქვათ პროგრამული უზრუნველყოფის ყიდვა ამისთვის, ან ვიღაცა მისცათ ლიცენზია რომელიმე გასართობ გადაცემაზე, ყველა ეს ნაბიჯი იქნება დაკვირვების ქვეშ და ესე იგი არც იქნება საჭირო შემდეგ ანუ მორიგი სანქციების ტალღა ხვდებით ლიცენზიის გამცემ ესე იგი ორგანიზაციას კომპანიას დასავლეთში როგორც კი ეს ინფორმაცია მიუვა რომ მათ თურმე სანქცირებულ კომპანიას მისცეს ლიცენზია ისინი ამას უკან წაიღებენ ხო ხვდებით ანუ ეს არის მუდმივი კატათაგობანას თამაში ასე არის ზოგადად ოლიგარქებზე რომელიც სანქციდებიან სულ ეს პროცესი აქვთ მათ ცდილობენ რაღაცნაირად გვერდისავლას შემდეგ ხდება შემხედრე ნაბიჯები, ხანდახან ისევ დამატებითი სანქციები და ეს არის მუდმივი წნეხი მათზე. დიდი ნაწილი მათი ფინანსების და მათი ადამიანური რესურსის დაიხარჯება ამაში. და ოცნება როგორ შეძლებს მათ დაცვას, იმიტომ რომ ეს დაპირებები ისმის. რა რესურსი დარჩება პროპაგანდისთვის, აი ეს არის საკითხავი და რაც მეტი მოაკლდება და შესუსტება პროპაგანდას, ეს უკვე არის გამარჯვება. კი ბატონო, კარგი, ბატონ ბესოსთან გადავალ, ნახეთ დღენია და განსაკუთრებით ბრიტანული სანქციების შემდეგ ისმის მოწოდებები, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რაღაცა ეროვნული სანქციების დონეზე ასევე დაუწესონ სანქციები ბრიტანული სანქციების შემდეგ თავადაც ამოქმედა ამ ორი ტელეკომპანიის მიმართ სანქცია და უკვე მიდის იმაზე საუბარი, რომ აუცილებლად ევროკომისიის ევროპარლამენტის ანგარიში ეს ყველაფერი ჩაიწერება და დროის ამბავია, რომ ევროკომისიას დააკმაყოფილებს ამ სანქციების შემოღების მოთხოვნას. ანუ რა მოლოდინი გაქვთ? იგივე ტიპის ფინანსური სანქციები შეიძლება ეს იყოს თუ უკვე სხვა ტიპის ზემოქმედების ბერკეტი და თქვენც გკითხავთ, აი ამ ყველაფრის ფონზე როგორ შეძლებს ქართული ოცნება ამ ტელეკომპანიების დაცვას? კარგი, პირველი დავიწყოთ ევროკავშირის სანქციებით. ბრიტანეთმა რო დაადო სანქციები, როგორ ფიქრობთ, ახლა რომელიმე ფრანგული კომპანია ითანამშრომლებს არც გერმანული. ან გერმანული? ხო არ ადევს ევროპული სანქცია, ბრიტანული ადევს, მაგრამ ითანამშრომლებს? ანუ ბრიტანეთის სანქცია ნიშნავს, რომ ხარ დასანქცირებული და ხარ ცუდი რეპუტაციის მქონე და ცუდი რეპუტაციის მქონე ხარ გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, ამერიკაშიც, საქართველოშიც, თურქეთშიც, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც. ესია, ანუ სანქციების მიზანი და სანქციები მუშაობს ესე, რომ ხარ ცუდი რეპუტაციის ადამიანი და კომპანია და ამასთან თანამშრომლობა არ შეიძლება და ვინც ითანამშრომლებს ისიც გახდება ცუდი რეპუტაციის მქონე ან კომპანია, ან ადამიანი. თან გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ სანქციების დროს ადამიანის უფლებები არ ირღვევა, ანუ საკმაოდ კარგად არის ადამიანის უფლებები დაცული. უბრალოდ გეუბნებიან, რომ არ ითანამშრომლო, თუ ითანამშრომლებ, ამ შემთხვევაში შეგექმნება პრობლემა. ნახეთ, ძალიან მარტივია საბანკო მომსახურება. აი, საბანკო მომსახურება არის ევროპული კომპანიების და ამერიკული კომპანიების. ძალიან მარტივია, არ მინდა და არ მოგემსახურები. ადამიანის უფლებები როგორ არ ირღვევა, ქართული ოცნება ამბობს, რომ არ მისცემენ უფლებას ბრიტანეთის მთავრობას, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იყოს შეზღუდული საქართველოში. ანუ კონკრეტულს არაფერს ამბობენ დავუშვათ, როგორ შეიძლება გადაარჩინოს მედია საშუალებები, მაგრამ აი ეს ზოგადი ფრაზით რაღაცნაირად სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს ქართული ოცნება. ტროტუარზე დგომით, სისხლის სამართლის დანაშაულია ტროტუარზე დგომა, გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია, ეგრეთ წოდებული ავტობუსის ზოლში დგომა სისხლის სამართლის დანაშაულია. აი, ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ბრიტანული სანქციები არის კონკრეტული მიზნით, რომ ზღუდავს რუსეთის პროპაგანდას. მარტივია, რუსეთის წინააღმდეგია ბრიტანეთი. რუსეთის წინააღმდეგ არის რუსეთის ომში და შესაბამისად ზღუდავს, ანუ არ უნდა რომ მის გარშემო იყოს ისეთი კომპანიები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის პროპაგანდაში. აი, ხო ძალიან მარტივი არის. იმედი არის რუსეთის მხარეს. შესაბამისად ესია, ხო, დაასანქციროს ახლა იმედმა BBC და უთხრას, რომ აღარ მოგემსახურები. ძალიან მარტივია. იმედმა არ ვიცი, მაგრამ ნუ ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ არ აპირებენ რაღაცა ისეთი ქართულ ოცნებას გაუძვირდა ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას მათ შორის ბრიტანული მთავრობის. რას იზავენ, ძალიან მაინტერესებს. აი, კობახიძემ რა ხისტი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ ბრიტანეთის მთავრობას რა ვიცი, ელჩი გაიწვიონ საქართველოდან და იქიდან ჩვენი გამოიწვიონ და ამით ვინზარალდება ბრიტანეთი?
თქვენ როგორ ფიქრობთ? ბრიტანეთი ზარალდება? არა, ბუნებრივია საქართველოს. ბრიტანეთთან რო დიპლომატიური ურთიერთობა არ გექნება, ზარალდება ბრიტანეთი? ხო, არა, ხო, სრული სიგიჟე არის. აი, რაღაცა ყველაფერი ძალიან ჩემი თხოვნა იქნება, რაღაც ცოტა პრაქტიკულ დონეზე ჩამოვიყვანოთ რა და რეალურად შევხედოთ ამ უნდა დაისვას. ყველა პოზიცია უნდა იყოს გაშღარებული იმისათვის, რომ ხო, მივიღოთ პასუხები. მე კიდევ ერთხელ ამბობ, ჩემი შეკითხვები არ ნიშნავს იმას, რომ მათი შინაარსი ჩემს, ასე ვთქვათ, პოზიციას გამოხატავს, მაგრამ ყველა შეკითხვა, რომელიც არსებობს, ერთსა თუ მეორე მხარეს უნდა დაისვას, თუ კი ცოტა ახლოს არის მაინც რაღაცა ასე ვთქვათ გონიერებასთან. ქართულ ოცნებას გაუძვირდება იმედის და პოსტივის შენახვა. ჩვენ ახლა სულ იმედს ვახსენებთ და პოსტივიც არის დასანქცირებული. გაუძვირდება შენახვა. და მაინც გადაიხდის ამ ძვირ ფასს? გადაიხდის, იმიტომ რომ რაღაც დროს შემდეგ გაჩერდება, იმიტომ ნახავს, რომ ფიზიკურად ძალიან გაურთულდება, იმიტომ რომ სხვა რაღაცეებიც აქვს შესანახი. ქართული ოცნებაც შესანახია თვითონ როგორც პარტია. ხა ამას დაემატა იმედი მეტნაკლებად რაღაც კალაპოტში იყო და წავიდა. ეხლა ყველაფერი იცვლება. ყველაფერი, ანუ სხვა რაღაცეებზე მოუწევს. რამდენად გაუძვირდება, როგორ ფიქრობთ? არ ვიცი ახლა ეს თანხა როგორ გამოიხატება, მაგრამ ნუ ხა ეს ექსპერტი ხუხაშვილი ხო? კი ბატონო, მან თქვა რომ 150 მილიონი არის მათი ყოველთვიური მინიმუმ გაუორმაგდებათ. ну შესაძლებელია რაღაცები გააკეთონ, მაგალითად ის რომ GDS-ზე გადასვან თანამშრომლები პირობითად გააფორმონ იქ და რამდენიმე თანამშრომლებს GDS-მა მისცეს ფული ჩაურიცხონ, ესეც შესაძლებელია, მაგრამ როგორც კი GDS-ი დაიწყებს თანამშრომლობას იმედთან, GDS-აც გაუჩერებენ ანგარიშს. მართალია ერთი კომპანია ყავთ, მაგალითად, რადიო იმედი, ხო, ფუნქციონირებს რადიო იმედი, არსად არ არის ნახსენები სანქციების ანგარიში, მაგრამ როგორც კი რადიო იმედი ტელეიმედის სასიკეთოდ დაიწყებს რაღაცების ქმედებას და დაიწყებს მის ფინანსურ ხარდაჭერას, რა თქმა უნდა, რადიო იმედის. კი ბატონო, და ერთიც აი ძალიან ესეთი დეტალია, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანი. სანდრო, აი ამ ინფორმაციის შესაძლო დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, აი რა სახით მოხდება? ხილულია. იცით რა, ხო, ანუ ეს არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. ბრიტანეთის მთავრობაში არის სპეციალური უწყება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ დასანქცირებულ პირებს და ეს არის ასობით, ათასობით პირი მსოფლიოს მასშტაბით. მათზე ჯერ ერთი სანამ სანქცია დაწესდება, აგროვებენ მტკიცებულებებს, იმიტომ რომ ნახეთ იქ გროვდება ისეთი მტკიცებულებები, ანუ ბრიტანეთი არ ასანქცირებს პირსთან კომპანიას, თუ მას არ შეუძლია შემდეგ თავისივე სასამართლოში, თავისივე მაღალი სასამართლოს სტანდარტი დაიცვას. ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა 40 წუთის განმავლობაში აღარ გითხრეს. რასაც ბრიტანეთი აკეთებს, ყველგან არის ის რისკი გათვლილი, რომ მე რომ მიჩივლოს სანქცირებულმა პირმა, მე მოვიგებ თუ არა ჩემ სასამართლოში, რომელსაც ახლა არავინ ეპარება ეჭირო, დამოუკიდებელია. აი ამ სტანდარტს აკმაყოფილებ ხო ხვდებით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ვინმე მიჩივლოს ბრიტანეთის სასამართლოში, ისინი ამას მთავრობამ მოიგებს. ამიტომ აი ეს სამუშაო რო შესრულდეს, რა თქვენ წარმოგიდგენიათ, რა ტიპის მასალა, რა ტიპის მტკიცებულება გროვდება სანამ მივალენ სანქციამდე. და მე ეს პროცესი ამ შეგროვებისა გრძელდება. და წყარო რა თქმა უნდა, ანუ არის ბევრი რაღაცა ღია, ისედაც ახლა საქართველოში მაგალითად კომპანიების მფლობელობა იქნება თუ ბევრი რამ არის ღია, თუნდაც ის რა რეკლამას გაუშვებს იმედი რა უნდა ესეც ღია იქნება, ხო? ანუ კონკრეტულად ახლა რომელი თანამშრომელი მთავრობის ამას გააკეთებს, ახლა ეს ჩვენი ძალიან დეტალებში ჩასვლა, თუმცა დამერწმუნეთ იქნება შესაბამისი გუნდი, რომელიც ამას შეაგროვებს, დააკვირდება და შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. მადლობა ბატონებო გადაცემაში მონაწილეობისთვის. სანდრო ქევხიშვილი, ბესიკ დონაძე იყვნენ ჩვენთან ერთად. სულოს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება ორშაბათს. მინდა რომ კარგი უქმეები გისურვოთ ყველას.